გამარჯობეთ მეგობრებო. ბატონ ბესიკ ბოგველთან ერთად ფსიქოლოგი ძალიან საინტერესო პიროვნება. საკმაო ხანი არ ყოფილა და თავიდანვე თავთებით ბატონ ბესიკ იმაზე რომ აქ წამყვანი არ არის, ორივენი წამყვანი ვართ და ორივენი ვთქვათ საუბრობთ თავარ საკითხებზე როგორც იტყვიან. თქვენ საკმაო ხანია არ ყოფილიყართ ახლა პირდაპირ ეთერში და აი მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, მეც კი არა ხალხს აინტერესებს თორემ ჩვენ ხშირად გვაქვს საუბარი ან შექმნის სიტუაციასთან დაკავშირებით და მე მოგესალმებით, ცოტა დაგვიანებით ულოცავ ქართულს სვეტის ცხოვრებას, წინოლე დღესაც. დღეს მოწამეთობაა და მიულოცოთ. ბატონო, რაც შეეხება რომ თქვენ რო ბრძანებთ რომ არ ჭირდება წარმართული დღევანდელ გადაცემას ეს მაშინ ჭირდება თქვა და ლიდერი როცა განსხვავებული აზრი და ახლა მე და თქვენ რაღაც დონეზე შეჯერებული ვართ. ბატონო. ამდენად მადლობა ასე თქვა ამ შეესწისთვის. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას, ისეთი არაფერი არ ხდება ამ სამყაროში, თუ იცი ის კანონზომიერები, ფსიქოლოგიური კანონზომიერი, პოლიტიკური, ანუ ეს მეცნიერება, იქ თუ ჩაიხედავ, არაფერი ისეთი არ ხდება, ხო? რა ხდება, რომ თვითონ ის ჟესტი, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ ჩვენ ჩავიბარებთ გასაღებს, გასაღები ნიშნავს, რომ შენ კი არ აცვლი. ანუ შენ კი არ გიდა რაღაცის შეცვლა, ხო? მაგალითად განათლების სისტემას ხალხო შევცვლი, ჯანდაცვის შევცვლი, აგე ეს შეცვლის, აგე მეორე შეცვლის, ხო? აგე სასამართლო რეფორმას გავაკეთებ, აგე მიგრაციას თემებით მოდიხარ. რევოლუცია არის თემები და არა ემოციების ამოსვლა, ხო? თუმცა ეგეც რევოლუცია ზირდა ემოციების. ანუ როდესაც იცახი რომ მე გასაღებს ჩავიბარე, რაც იგივე გააკეთა ბატონმა ბიძინამ, ხო, რომ გადაიბარა სააკაშვილმა და სააკაშვილმა გადაიძბალა შევარდნაძიდან, რა გამოდის რომ ჩვენ ამ ლიდერებს ვაჭრით თავად და აბა უაბრალეს, მაგრამ სისტემაა შესაძლებელი, ხო? და მთავარი თემა ის არის, რომ საზოგადოების აზროვნებაა შესაძლებელი, რომელიც ჩვენ პოსტსაბჭოური მენტალიტეტიდან გამოყვა. მამარდაშვილი ამას უმტკიცებდა ევროპელებს, რომ თქვენ თუ გონიათ რამე შეიცვლება, ნაკლებად შეიცვლება, იმიტომ რომ ის აზროვნება, რაც იყო მოპარვა, ხო? გადმოვიდა ისევ, ხო? გთავები, იქ პოლიტიკური ლიფტების გამოყენება, ყველაფერი ნაცნობების მოწყობა, ხო? აი რა შეიცვალა? არაფერი სააკაშვილმა რაღაცა დაიწყო, თუმცა მე ვერ შეძლო ისევ ის მექანიზმები წავიდა, ისევ ის და ამანაც გამოიწვია, ხო? ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ რაღაცა ისეთი არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, ხო, ისეთი არაფერი არ მომხდარა რა, რომ რაღაცას ღირდეს და რაღაცა რომ აი ვაიმე ეს რა მოხდა, არაფერი რატო არაფერი არ გაკეთდა, ხო? იმიტომ რომ ოპოზიცია არ იყოს, აი პოლიტიკას აქვს თავისი კანონზომიერება, ხო? ლენინი რო წერს, სხვადასხვა უნდა იკითხონ, რევოლუცია და მთელ რაღაცებს აქვს თავისი წინაპირობები. თუ ეს წინაპირობები არ შესრულა, ეს გეოპოლიტიკაში აღწერილია პოლიტოლოგიაში. მაშინ ეს არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ხო? რა არის ეს? წინაპირობა ის არის, რომ პოლიტიკური ერთიანობა უნდა იყოს ოპოზიციური ძალების, რაც არ იყო, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი იქ არ იყო. მეორე ზუსტად უნდა იყოს გამოკვეთილი მიზანი. მიზანი ხელისუფლების შეცვლა არ არის მიზანი. მიზანი არის კარგად ცხოვრობდეთ, ხო? მოვაგვაროთ ის პრობლემები, გინდათ ევროკავშირთან მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლითაც ჩვენ ევროკავშირში არ მივიღეს. ეს რა არის? კორუფცია, ლეპოტიზმი, ხო? კორუფციული პოლიტიკური ლიფტის გამოყენება ხელის ჩვენს კარგად ვიცით ახლა ეს სააკაშვილი და შევარდნაძის დრო რომ მარტივი სქემაა ვიღაცა იხდის ფულს პარტიაში სამაგიეროდ იმარჯვებს ტენდერებში. ნახეთ ახლა ყველამ კარგად ვიცით ეს სქემები, ხო? ხო, ამიტომ ამ სქემების გაუქმებაზე კი არ განაცხადა ოპოზიციამ საუბრო, გასაღებს გადავიბარებთ რა, ჩემთვის მე რა. თუ იგივე მოვა, ხო? რა შეიცვლება? არაფერი უბრალოდ თავს მოვიტყუებ, გავა 2 წელი და მე ამას თავს დავაჭირთ ისე როგორც ხდება, ხო, სიმბოლური თვალსაზრისით ვიწერ, ხო? ვერაფერს ვერ გააკეთე. რატო არ ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკის მიმართ არასწორად არის განწყობილი. პოლიტიკაში რომ მოდიხარ, ფული კი არ უნდა აკეთო. პარტიაში რომ შედიხარ, ფული უნდა გადაიხადო საწავლოს, ხო? ეხლა დამისახელებ პარტიას, სადაც საწევრო სიხდია. აქედან გამომდინარე უკვე თუ ანგარებით ხვდები, ხო?
უკვე არ არის სწორი, ხო? ადამიანები, რომელიც პრობლემას ვერ აგვარებენ, მაგალითად, რაციონალურად, ხო? აი სახარებაში პირდაპირ წერია, მემთვრალეთა ანგართა, ანუ მემთვრალე, რომელიც დათვრება და გულით იოხრებს, შემდგომ ანგართა, რომელიც უნდა მიიტაცოს, რატო უნდა მიიტაცოს ხალხი? იმიტომ უნარი არ აქვს, რომ თვითონ განვითარდეს, ხო? დინამიკაში, ამიტომ ვცდილობ, არაფერი არ იცის, რატო შედის პარტიაში მოიხოჭოს, ეს არის ანგარი, ხო? არის კიდე ესეთი მაგინებელთა, ესეთი ფსიქოლოგიური წყობა, რომელიც აგინებს, კი არ აგვარებს, აგინებს ესეთებს სახარებაზე და მაგ კიდე არის მამათმავალი, ანუ სექსუალურად რომელიც გავლენის ქვეშ აღწევს ადამიანებს და ასე სისტემაში ესეთი ადამიანები, ესეთი წყობა პირდაპირ იძახის არ ანტიქრისტიანულია. ვერ გაძლებს. ხო, ამიტომ კი არიან დღეს საღი ნაწილი, რომელიც კიდე ამ მართველი და ოპოზიციური ძალების გავლენის ქვეშ არ მოქცევა, ხო? წარმოვიდგინეთ, ეხლა 13 წლიდან მიდის ორი პოლიტიკური ტელევიზიით გავლენების ქვეშ ხალხის მოქცევა. განწყობები. ესე მარტივი არის, გეუნებია, რომ ძალიან კარგი იცუდია, ხო? ანუ ორად არის ხალხი გაყოფილი, გონია რომ ერთ ნაწილს რომ გაანადგურეს ბედნიერი იქნება და მეორეს რომ პირიქით გატყუებენ. არ არსებობს ადამიანის ეს ვინც გეუნებათ, ეს არის ანტიქრისტიანული არასწორი აზროვნება. ადამიანი პიროვნულად უნდა იყოს შენ ძლიერი, შენი ჯგუფთან ერთად, რომ ესეთმა მართლმა ოპოზიციურმა ძალებმა გავლენა არ ეხოლოს, ხო? და არასდროს არ შექმნიან ასეთ ძალებს, არასდროს არ აწყობს საზოგადოებების შექმნა. მაგალითად, სამეცნიერო ფსიქოლოგიური სკოლები, ფსიქოლოგიური საზოგადოება, ისე საზოგადოებები შექმნა, ფილოსოფიური, პოლიტიკური ძალებს არ აწყობთ. როგორც კი ესენი ჩამოყალიბდება, მაშინ ეს საზოგადოება მოახდენს სწორ ფორმირებას. და რა არის თავარი? თავარი ეს არის, რომ ჩვენ არასწორად მივდივართ. ღირებულება ის კი არ არის, რომ ვინმე გაანადგურო, არამედ საზოგადოება მიცხოვროს კარგად. და ევროპასთან ინტეგრირება მოვახდინოთ. ანუ მიზეზს თუ ავიღებთ, რომ ევროპა არის მნიშვნელოვანი და ინტეგრირება მოვახდინოთ ის, რომ ჩვენი ინტერესები არ დაზიანდეს, შენ დასწრო, LGBT არ ვახსენოთ, ხო, შეიძლება ეს გაკეთდეს. მაგალითად, ოპოზიციაში შეესწავლა, რომ LGBT-ს საერთოდ არ დაუჭირო, მე თანახმად სამაგოდ რაღაც გარიგებაზე შეთხო, შეიძლება შედგეს არავინ ისეთ რამეს არ ითხოვს, ბესიბადონო თქვენ ძალიან კარგად იცით, რითაც აქ ხალხს ატყუებენ. ჩვენი პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ხალხი ცხოვრობს სიცრუეში, სიყვარულში. იმიტომ რომ ამათ ელაპარაკებიან იმას, რაც სინამდვილეში სწორი არ არის. ნუ რეალურად ერთი რამე ბოლოში არ არის, მე მახსოვს, რომ ყოველთვის როდესაც დაძაბული იყო პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, მაშინ აღმოაჩენდნენ საცავებს იმის და მე მჯდარ ვარ ისეთ თათბირებზე, სადაც პირდაპირ უთქვამს უშიშროებას და იმას, რომ მოდით ახლა ყურადღება რომ გადავიტანოთ საზოგადოების რაღაცი გამოგავსებთ საცავი და იარაღები აღმოაჩინეთ ეს ოპოზიციას ქონდა. ეს რაც კი პოლიტიკური დაძაბულობები იყო, ყოველთვის ასე მოხდა. ყოველთვის ხდებოდა ისეთი რამ, რომ ვთქვათ, ყოველგვარი ამ დაძაბულობის წინ რაღაც იმას აქვეყნებდნენ, რომ სატელეფონო საუბარს იარაღას აღმოაჩენდნენ, რაღაცას ვითომ ტელევიზიას გააჩერებდნენ, ერთი იყო პერიოდი გააჩერეს და დააბრალეს გაურკვეველი სიტუაციის გამო გაითიშა და სინამდვილეში თვითონ გათიშეს და რაღაც ბევრი რამ, ნუ ტექნოლოგიები, მაგრამ თქვენ რაც ბრძანეთ, რითაც დაიწყეთ, სისტემური ცვლილებები ვერ მოხდება, თუ სისტემური ცვლილებების ის არ დაიწყო, ფუნდამენტი არ მოხდა, ანუ პროგრამა არ ჩამოყალიბდა. ჩვენ ყველანი მეცნიერთა კონგრესში მუშაობთ იმაზე, რომ ეს პროგრამა ჩამოყალიბდა, ხო? იგივე ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. თქვენ იყავით წამყვანი, როდესაც ამის მიღება ხდებოდა გელათში, რა. ესე იგი და ნუ რაღაც ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურისტმა, ბატონმა თემურ ბონიავამ წარმოადგინეს, ისე ხო არის პრო შემთხვევით და ღია იყო, თავისუფალი იყო, ყველა მოვიწვიეთ. ნუ მე მქონდა შეხვედრა თქვა საგურამოში, არავინ არ მოვიდა. არა, გასაგებია, ნუ ეგ არ მოვიდნენ, იმიტომ რომ მათ უჭირთ საუბარი ინტელექტუალურ ძალებთან. მათ უჭირთ ისაუბრო. ხო, ნუ ეხლა მათ უჭირთ, მათ ურჩევიათ ესაუბრონ თავის წევრებს და აბოლონ, როგორც უკაცრავად გამოთქმაზე რაც უნდათ, მაგრამ მათ არა აქვს სურვილი, ჩვენი პოზიცია რა იყო? მეცნიერთა კონგრესი ამბობს, პარტია თავის წევრებს კი არ უნდა ხვდებოდეს, მოწინააღმდეგეს უნდა ხვდებოდეს, რომ მოწინააღმდეგეებს რომ იქიდან გადმოიყვანოს. ჩემი წევრი თუ არის პარტიის და იცის და ერთად ვაკეთებდით ამ პროგრამას, როგორც თქვენ თქვით, საწევრო სექტის რაღაცას იმას არ შეჭირდება უკვე ჩვენი პროპაგანდა კიდე არა.
უბრალოდ პროპაგანდა ჭირდება იმას, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩვენ მხარეს ჩვენთან. აქ ხო ყველაფერი და მოდით ერთი მთავარ შევეხოთ რა. საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა მოკლა თუ არა სოციალური პროტესტი და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ღერძული მიმართულება არის სოციალური პროტესტი. რაც დრო გადის, ქვეყანაში ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება, დიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. და ყველა ხელისუფლება არა მარტო ეს, ყველა ლაპარაკობდა მუშაობთ კარგად, თუ კარგად მუშაობთ, თუ ამდენი ინვესტიციაა, 800.000 კაცი რატო გვყავს შემწეობაზე? რატომ არის რომ პენსია ამდენი ესენი ხო ყველაფერი არის სიცრუე. აი ამიტომ ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის რომ ვამხილოთ როგორმე აი მეცნიერთა კონგრესმა აი მე ამ წიგნი ამიტომ მოდივარ ამ პროგრამებით. პროგრამები არსებობს, ამ პროგრამებს არ გაძლევენ საშუალებას რომ გამოიტანო, ხალხს ელაპარაკო ამ პროგრამებით, იმიტომ რომ ეშინიათ ამ პროგრამების, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ეშინიათ. იმიტომ რომ შიგ ვიწერია ჩვენ ისეთი პოსტულატები, რომელიც თუ შესრულდება, უკვე ყველაფერი რაც თქვენ ისაუბრეთ, ის ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ანუ რა გამოდის? თავის კუთხე არ მოიჭირენ. გასაგებია, მაგრამ ჩვენ სწორედ ამაშია საქმე, რომ აი განათლებულება როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ ყველაზე კარგი პოლიტიკური მომავლისთვის არის თვალებ ახილებული ხალხი. ესენი თვალებს კი არ უხელენ. თვალებს უგნელებენ, ისე რაც შეიძლება ტყუილს ელაპარაკებიან, ამ ტყუილში აჯერებენ. ეხლა დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვნად რა მე მიმაჩნია რომ თუ მართლა ის სატელეფონო საუბარი შედგა და ისტორია, მაშინ იმათ პრაქტიკულად ქვეყანაში არ უნდა დაედგომოდეს, რომ გამოუშვა გარეთ. თუ ეს საუბარი არ შემდგა რა და ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტი თუ იმით არის გაკეთებული, მაშინ ასეთ ხელისუფლება რა გვინდა? სწორია თუ არა მიდგომა? კი ბატონო, თქვენ სწორედ ძანეთ, რომ სოციალური პროტესტი რაღა დონეზე გაჩნდა. თუმცა, ახლა პოლიტიკაში ვინც არის ჩახვეული და სოციალური შეუძლებელია მისი გაჩერება. ეს იგივეა რომ ფეხსაცმელი გიჭერდეს, ხო? ფეხსაცმელი რომ გიჭერს, როგორც გინდა დაგაშინო, გიჭერს რა. ხო გავიდა, ან ტუალეტში გინდა გავა. ანუ ქმედებას, რომ შენ იყო კომფორტულად, ამას ვერავინ ვეშიაჩი. უბრალოდ ხება მანიპულირება. აი ჩვენ ხო ნახეთ მაგალითად დაიჭერენ ერთ პოლიტიკურ ლიდერს, მე იმის აგებენ ამაზე, სააკაშვილი წინათ ხო აქვს როგორც ეხლა ამათ დაიჭირეს ყველა, ამაზე აგებენ, შემდგომ გამოუშვებენ ევროპა ჩაერევა ახალ პოლიტიკურ ძალას. იგივე ხო იცი რომ აი დამარცხებულები ხავთ, ხო? უბრალოდ უბედურობა ის არის რომ მე რამდენი წელია ეს ხალხი აქ ვარ ჩვენ საჭირო. ქუჩეთში აქ ხარ თქვენ საჭირო. ფასდაუდებელია თქვენი როლი, იმიტომ რომ ახლა ნიჭიერი კაცი ხართ, ძალიან ავტორიტეტი სპიკერი ხართ მეცნიერთა კონგრესის, ძალიან სერიოზული, აი თქვათ ესენი გაქვთ რა ქვია, ხედვები გაქვთ. ამიტომ თქვენი როლი აქ ამ შემთხვევაში არის რომ ქვეყანა ცხოვრობს 30-35 წელია ცხოვრობს სიყალბესა და კორუფციაში. ხო, მთავარი რა არის, წერა რომ ვახსენოთ, ხო, არის ღირებულებები, რომელიც მუდმივ, აი მაცხოვრის და ის თემები, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ არის ანგარით აგებული სისტემა, ადამიანი რომელიც იგინება, თავრობას თქვათ ეჭხურება, ხო, ვერ დაიმკვიდრებს. არ არსებობს, იმიტომ რომ საჭხური არაფერია, თუ ჩვენ შევთავაზებთ და ის ვერ იგებენ, ხო? დავამთავროთ, ხო? ამიტომ ის ადამიანები, რომელიც მიზანმიმართულად უნდათ, რომ ქვეყანა გადაარჩინონ, ისინი უნდა გამოვიდნენ. ეს ორგანული მოთხოვნილება უნდა იყოს, ხო? და მე დარწმუნებული ვარ, ამ სოციალურ პროტესტში აი ეს მეცნიერების გამოსვლა იქნება მნიშვნელოვანი. გეთანხმები, როდესაც ცეცხლი უკიდია, ხო? რა უნდა დავალოდოთ, რომ თავრობამ მოგცეს ნებართვა თუ ოპოზიციამ, ხო? აქ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ცეცხლი უკიდია და ხვალ შეიძლება დაიწვას, მათი შვილებია გადასარჩენი, ხო? არ უნდა ამას გინება, ეხლა რო ვიგინოთ, რომ იცი რა, რატო უკიდია ცეცხლი თავრობა ოპოზიცია, ხალხო, არ უნდა ამას ვისაც რა შეგვიძლია და ხედავთ, რომ პრობლემები არის მოსაგვარებელი, ხო? ქვეყანაში, სახელმწიფოში, ისინი უნდა გამოვიდნენ ამ სოციალური პროტესტის ფონზე და დამთავრდა. კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ რა შეგვინდა დალაგება, ხო? რა დავალაგოთ? რა სფეროებში დავალაგოთ? აქ ის ადამიანები არ მოხდება, რომელიც ანგარებით უნდა, ხო, მოსულა, ხო? გეთანხმები. ვერაფერს ვერ შევთავაზებთ. იქ უნდა ვირივით იმუშაოს, რომ გადაარჩინოს ის დარგი ან რაღაც სფერო, ხო? იმიტომ რომ ვისთვის მიდიან პარტიაში, რომ რამდენს მომცემთ, ხო? ახლა გაიჟღერა ბურჭულაძესთან რაღაც სტატია რომ რამდენად მართალია რომ ბიზინა ივანიშვილთან მისულა და ფული უთხოვია რაღაც მილიონი, ხო? იმიტომ როცა ადამიანს თხოვ რომ
მე რომ მოვიდე პარტიაში რამდენს მომც დამთავრებული იცით რა არის აი როგორ არის იცით ეგ არაფერი დაალაგდება ბატონო ბესი მე არ გამოურიცხავ კი არა მართალია თვითონ ბატონო ბიძინამ თქვა რომ ჩემთან მოვიდა ფული მთხოვაო მაგრამ თვითონ ბატონო ბიძინამ არ შეთავაზა ყველას ფულიას ხებსაც რომ მიეცე ამიტომ ისიც მოვიდა და იმანაც გთხოვა პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილმა გაამეფა ქვეყანაში ფული აი უბრალოდ სული მოკდა და ფული მართავს როდესაც ეს გურამ ქართველიშვილს ამ უნიკალურ პიროვნებას ძალიან კარგად აქვს რომ სული უნდა მართავდეს და მართავს ფული როცა ფული შემოვიდა მართვაში ყველაფერი მოკდა უკვე კი ბატონო აი თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ 700.000 სოციალურად დაუცველი ადამიანები ეს არის ანტიქრისტიანული აზროვნება მაცხოვარი როდესაც მივიდა ებრაელთან მეფეც თავაზობდნენ რატო იმიტომ რომ აჭამა შენ მეფეთ უნდა დაგზავნა განერიდა რა ანუ მეორე შემთხვევაში ეუნება რომ მარჯვენათო შენს გვერდითო თქვი რომ დავჭი ჩემზე არ არისო დამოკიდებული და მესამე ვარიანტი რომ ორი ძმა შემარიგეო და მე ვინ მეკითხებო შეხედეთ მაცხოვარი არც ეს სტრუქტურაში არ ალაგებს რომ მე გაჭმევთ ეს არის ანტიქრისტიანული აზროვნება ანტიქრისტე სხვა ფორმაზე კი ანუ ამბაზე რომ კი არ უნდა გაჭამო და პარტიაში შენ ფული კი უნდა გაკეთებინო მე პირობაში გიქნი რომ განვითარდე მე უბრალოდ ხელისუფლება აი იმ ქვეყნის ხელისუფლება არ მგონია რომელიც ზრდის სოციალური დაუცველთა რაოდენობას და პირდება რაღაცას და ამით ხმებს მაგრამ მეწოდება ის ხალხი იმიტომ რომ ჩვენ მე პირადად ვხედავ ამ ადამიანებში უაღრესად სერიოზული პოტენციალი მქონეთ და ისინი უბრალოდ თავის თავს ანადგურებენ იმის გამო რომ ხელისუფლება 200-300 აძლევს თქვენ იცით ძალიან კარგად ახლა ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ მაგრამ ამ 700-800 დაამატეს ახლა მათ 700-800 თანაც რამდენი 2 მილიონი აღარ ვარ თქვენ დეგრადირებას უკეთებ ხო ესე იგი ეს უკვე ამ ადამიანებს აი პრაქტიკულად მომავალი დაუკარგე რა ეს ხო ამის მოგონილა ეს ხო წინა კარგი გასაგებია მაგრამ არა მე იმას კი არ ვაბობ რომ მოდი უნდა შეცვალო ძველი თქვენ სწორი თქვით რომ ის კი არა რომ კაბინეტში შეხვიდე და გააგზელო ამაზე კი არ არის ლაპარაკი სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს რომ აი როდესაც თქვენ იცით რომ მეცნიერთა კონგრესში არის პროგრამა 700.000 როარი უმშევარი ახლა მაშინ 2 წელი წინ გაკეთდა ეს პროგრამა რომ ნახევრდება პირველივე იმაზე და იწყება სულიად სხვა პროცესი შექმნის და აი აქ 3.000 ლარი და მეტი იქნება ხელფასი ხელისუფალი ის კი არ არის ვინც სოციალურ დახმარებას აძლევს ხელისუფალი ის არის რომელიც სოციალური დახმარების აუცილებლობას არ ქმნის ქვეყანაში და ესე იგი პირობას აძლევს რომ ადამიანს ფული კონდეს ჯიბეში და ღირსებით იყოს რომ შეიძლება ის ადამიანი იყოს ღირსებით რომელიც ზის სახშია და ელოდება იმას რომ პენსიას მიიღებს და სოციალურ ბევრი რაღაც მეცნიერულად შეიძლება ბევრის მოგვა მაგალითად აი ხა ვიცით რომ 70% ოჯახებისა ინგრევა კატასტროფულად შემცირდა შეუბათო ხო ამის ფონზე კატასტროფაა პლუს ამას მარჩენალი ვინც არის თქვა ერთი ჩხუბის გამო თქვა იჭერენ ხო ციხეში იჭერენ ხო მაშინ როდესაც შედალოცილო ამდენი ოჯახები ინგრევა შეუქმნი ფსიქოლოგიური სამსახური რაღაცა ცენტრი სადა ოჯახზე მოგვარების პრობლემები იქნება ხო თქვენ რადგან ამ თემას შეეხეთ ბესიკ ბატონო მე არ მივიდა ციხეში რო იჭერენ კი ბატონო მაგრამ მე გეუბნებით რომ აი ბოლო პერიოდში ახლა მე რაც ვნახე ესე იგი უამრავი ადამიანი სიცხლის შეიძლება ქვეყანაში ხო სიცხლის გამო ეს გამოცვლაფერი კატასტროფული მდგომარეობა აგერ 6-7 ადამიანი 2-3 დღის განმავლობაში ტრომბი გული გაუჩერდა აგერ ახლა გუშინ წასული ვიყავით და არ მინდა ახლა რეგიონი თქვა კონკრეტული ნახე რა დამუჩივლა ძმას და დაიჭირა რატომ იმიტომ რომ დიდარი ცხოვრობს წინ და იმ დიდარს უნდა რომ ჩაიგდოს ხელში და იყიდა და ამ დიდარმა და თქვენ წარმოიდგინეთ შეხედეთ რა არის ამ დიდარის ამ დის ქალიშვილი ასე იგი არცნობს ამ დედას და ეს ქალი თვითონ ვინც ესე იგი გაიყიდა ვიღაც დიდარზე წინ იმას თავისი დედა არცნობს ერთ ოჯახში ცნობა ესე იგი წარმოიდგინეთ ოჯახში დედა არცნობს შვილს ქალიშვილს ამ ქალიშვილს რომელსაც დედა არცნობს ყავს ქალიშვილი და ის ამას არცნობს იმიტომ რომ ეს გაიყიდა წინ ცხოვრებ დიდარზე ამას იფიქრებდი საქართველოში ქართულ აზროვნებაში დაუშვებდი ხედავ ფულმა რა გააკეთა ეს პრაქტიკულად იმ რაიონში არც გამგებელია არც პროკურორი არავის ესაა ყველაფერი ეს კაცია ყველაფერი აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა როდესაც ოფიციალური სტრუქტურები არაფერს არ წყვეტენ
და აი ეხლა ეს ბედი ამარჩევნების გადაწყვეტილებას მე მაგალითად ერთი რაიონი ვიცი 12 კაც დაუძახეს ერთმანეთთან რომ შეიძლებოდა რომ დაესვათ უთხრეს არ იქნება გამარჯვება ჩვენი ამ იმაში მინიმუმ დიდარი ხალხი დაიბარეს არ იქნება თქვენ არავითარი თქვენი განუნდება თქვენი ბიზნესი ამ ადამიანებმა იფიქრეს შეიკრენ დაიწყეს მუშაობა ყველაფერი და ერთმა ორმა მე და ამერიკა თქვენ ხო არაფერს აპირებთო იმის იმას თუ აპირებთ მე წავალ საერთოდ აქედან თქვენ არ დაგიპირისპირდებით რაღაც წარმოგიდგენთ რამდგომ რა არჩევნებია ეს როდესაც თქვა და რა ქვეყანაა სადაც წარმოგიდგენია თქვენ რომ დაიჭერს ძმას ეს და ნაკიდია წინ ცხოვრები იმის ფულიანის მიერ ამ ქალს არცნობს მისი დედა ამ ქალს თვითონ შვილი ყავს და ის არცნობს იმ შვილმა ჩაიწერა იმ დიდართან საუბარი და სასამართლოზე ამას არ იბარებენ წარმოგიდგენიათ ჩაიწერა საუბარი იმისა რომ როდესაც ესე იგი დედაშვილს დაუძახეს ატომიატოვა იმან თავისი დედა იმის გამო რომ ძმის წინააღმდეგ მომართა ფულიანმა კაცმა მომართა ეს ქალი და ამან ეს საუბარი ჩაიწერა და ამ პიროვნებას რომელსაც ეს ჩანაწერი აქვს არ იწვევენ ხედავთ თქვენ ფული რა შვება ეს არის კატასტროფა აი ამდენი სიკვდილიანობა მდიდარი მდიდრდება ღარიბი ღარიბდება ადამიანების სისხლი შრება საქართველოსთან მიდიან ქვეყნის ნარკომანია არის კატასტროფა ფსიქიატრიული აშლილობები ნუ ესე იგი სასაულია ხა თქვენ მაგი უფრო მეტად იცით და ყველაზე რა კიდე ერთი 50% ინსტიტუტში ვინცას აბარებს ვერას კი ბატონო კატასტროფა და აი ამიტომ იცით რა არის რომ აი როდესაც აი რაღაც საზოგადოებრივი პლატფორმა აი ამ კამათის ჩვენ ვლაპარაკობთ ვიღაცა ფიქრობს იქეთ რომ ოპოზიციისა ჩვენ ხო გამოვაცხადეთ და ეხლა შეუულია ვინმე ჩვენ 1 საათი ვიქნებით ეთერში კიდე და ნებისმიერ პიროვნება შეუულია შემოვიდეს აქ და მიიღოს მონაწილეობა დასვას კითხვა ესეთი რამ არსად არ არის არც ტელევიზიაში არ არის ასეთი რამ ეს არის მეცნიერთა კონგრესის დროში ყოველ სამუშაო დღეს ორშაბათს სამშაბათს ოთხშაბათს ხუთშაბათს პარასკევს პირდაპირ ეთერი დობს 4-დან 6-მდე შეუულია შემოვიდეს ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ეხლა ყველაზე მეტად აი ბოლო პერიოდში ეხლა თქვენ ხართ კურსში და თქვენი მონაწილეობით ხდება რომ რა გამოვიდა საქართველოში ხალხს ეშინია ხელისუფლების ნორმალური ქვეყანა რომელია სადაც ხელისუფლებას ეშინია ხალხის გადაბრუნებულია ყველაფერი ხო ნორმალურ ქვეყანაში ხალხი ხელისუფლება ფიქრობს რომ არაზვირთდეს ხალხის ტალღა ჩემს წინააღმდეგ წესით უნდა უყვარდეს რა თქმა უნდა აი როგორ დავითის დროს ჩვენ ხო ვიცით დავითის დროს როგორ იყო რომ ცოლი შეეძლო მისულიყო და ეს დაბეძღება რა ინფორმაცია მეიტა რომ ჩემი ქმარი თქვა და იქ შეეკრა ირანთან ხო ეს არ არის დაბეძღება ანტისახელმწიფოებრივი ვინც აკეთებს შენი ნათესავიც რომ იყოს ის არ უნდა დაუდგე გვერდით ხო და არ პირიქით ის უნდა პირველი შენ დააჭერნო ეს არის სწორი აზროვნება დავით აღმაშენებლის დროს ესეთი აზროვნება იყო ხო ადამიანი რომელიც ნარკოტიკებს ყიდიდა მისი ცოლი დაურეკავდა და არა იმიტომ რომ სხვა არ გააფუჭოს თქვენ სწორად მითხარით და კარგად გააგზავნეთ ეს მაგრამ მე როდესაც აი ვთქვათ უცხოეთში რაღაც გარკვეული ეს იმას რომ სწავლებებზე რომ ვიყავი აი პირდაპირ ასე იწყებდა ჩემთან აი დიდი ინსტიტუტში რომ მივედი რესპუბლიკური ინსტიტუტში მithles ერთი რამ რომ მიცოდეთ ერთი მთავარი ხალხს ქვეყანას სადაც ხალხს ეშინია ხელისუფლების ეს ქვეყანა არის მონების ქვეყანა ის ქვეყანა პირდაპირ გეუბნებით რაც მithles ის ქვეყანა სადაც ხელისუფლებას ეშინია ხალხის ის ქვეყანა მიდის სწორი გზით რა თქმა უნდა ჩვენ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვარ და სიყვარულზე უნდა იყოს მაგრამ დღეს ხო კარგად ხედავთ რამდენიმე პიროვნება მითხრა ამ დღეებში კი ბატონო თქვენ სწორი ხართ ყველაფერში მაგრამ მე არ შემიძლია აქტიობა იმიტომ რომ ჩემი შვილები მუშაობენ საგადასაღადოებში ვეუბნები რომ შენი შვილის დარჩება ყველაფრის გარეშე და ქვეყანა დარჩება გარეთ ეხლა უცხოეთში ამერიკაში ველაპარაკებოდი ერთ პიროვნებას და ამბობს რომ ჩვენ სასამართლოს მე ვეუბნები რომ თქვენი შვილი არის იმდენად ავტორიტეტული ამერიკის მაღალ ხელისუფლების წრეებში და იმდენად სერიოზული იყო აქ ამ ხელისუფლებას არასდროს თქვენი შვილის მიმართ არ ექნება კეთილი განწყობა. ამიტომ თქვენ რო გონიათ რომ ამ ხელისუფლების დროს როცა ამათ ხელში უჭირავთ ეს მთლიანად თავიდან ბოლომდე ვთქვათ ეს სასამართლო და ყველაფერი და შემდგომ თქვენს ავტორიტეტულ შვილს დააბრუნებენ და სასამართლო განიხილავს სწორად მით უფრო ნახეთ რა არის ამ შვილთან ერთად ვინც იყო ის კაცი პროფესორია და ის გაამართლეს და ეს კაცი
არის დევნაში ერთი და იგივე რამე ერთად იყვნენ შინით, რატო? იმიტომ რომ იმისი უფრო შინიათ, ვიდრე ესეთი მდგომარეობა ქვეყანაში, რაც მე მაგალითად მოგიყვანეთ და მეორე, თქვენ ლაპარაკობდით დასაწყისში რევოლუციაზე. რომელი რევოლუციაზე? ეს არის რევანშიზმი. საქართველოში რევოლუცია არ მომხდარა არასდროს, ყველაფერი იყო რევანში არასდროს პროგრესის მატარებელი არ არის. ფსიქოლოგი ხართ შემეკამათეთ კი ბატონო. ერთი მინდა ძალიან საინტერესო საკითხი, ბატონო ბიძინა როდესაც მოვიდა ფაქტიურად მან გასაღები გადაიბარა. ხელისუფლება გადაიბარა, ამიტომ სისტემურად ცვლილებას რაც შეპირდა მაგალითად რომ ბანკის თანხებს მოგცემ. ეს რეალურად შეუძლებელი არ უნდა მოგატყუოთ, იმიტომ რომ სოფლიო ბანკი იძლევა რაღაც პროცენტს, ეს პროცენტის შემდეგ უნდა ხაზო ბანკში შევიდეს, ვალები აიღონ და ამით მე ხელფასებით ხდება. ეს არის დიდი სისტემა. ამიტომ იქ რო იცი რა დაუბრუნ დაბალ ფასებში მიცა და შეუძლებელია. ის რო თქვა და საწარმოებს გახსნის, ვერ გახსნის, იმიტომ აქ ტრანსნაციონალური სერიოზული ბიზნესია, ხო და არავინ გაგახსნებინეს ელექტრომანქანების ქარხანას. კი უნდოდა, მაგრამ ვერ გახსნის, ხო? ან მაგალითად, როდესაც მოდის პოლიტიკურ პარტიაში ვინ შევიდა თავი და ვის ფული უნდოდა, ხო? პირდაპირ გარიგებით მიდიოდა, ამიტომ ის ადამიანები რას გააკეთებენ? შეცდომა იყო ერთი რამე ბატონბესი ცნობილია რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას ვენავრი ხელს ვერ შეუშვიდა და ჩვენ არ შეიძლება რომ მიწას ასე წამლავდეთ და დღეს ახლა აი მესტერთა კონგრესის იმას ვამზადებთ ახლა ჩვენ და რაღაც ჩვენი მოთხოვნები იქნება ძალიან მწარე შემოყალიბებული რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ამ ქვეყნის არის ხალხი და ადამიანი არ არის საკამათო ხო ყველაზე დიდი სიმდიდრე არის მიწა არის 10ჯერ უფრო და 20ჯერ მეტი ის იყრება ამ მიწაზე პესტიციდი და ქიმიური რაღაც ვიდრე სხვაგან ანუ ეს მიწა უვარგესი ხდება ისაც ჩვენი მთავარი სიმდიდრეა მიწა უვარგესი ხდება წყალი უვარგესი ხდება ესე იგი მოსავალი ყველაფერი საწამლავია ესე იგი ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია და არც ერთ პარტიას არც ერთ გოლს არც ხელისუფლებას არასდროს არავითარი თავარ პრობლემებზე ყურადღება არ გაუმახვილებია აი ჩვენ ახლა გითხარით თუ აბა მითხარით ერთი არჩევნების დროს ვისა აქვს ამ ქვეყნის თავარი სიმდიდრე არის ხალხი და ხელისუფლების ცვლილება კი არ არის საჭირო რომ ხალხი ცხოვრობდეს უკეთესად და ეს უკეთესობა მთავრობამ და პარტიამ კი უნდა შეუძლეს ხალხი უნდა მონაწილეობა რა თქმა უნდა ეგ არის თუ არა და მივიღებ ჩვენ 700 კი არა 800.000 აი კარგი თემას მიადექით ჩვენ უნდა კარგი თემას მიადექით რა არის ჩვენ ერთად ვართ ამ დოკუმენტში როცა ვწერდი ხელისუფლების მთავარი ფუნქცია ქვეყანაში შექმნას კონკურენტული გარემო და დაიცვას ადამიანი. რომელ კონკურენტულ გარემოზეა საუბარი, კაცი რომ მინისტრი გახდება, მისი ოჯახი ყველა ან ბიზნესში შედის, ან სამსახურშია და ესე იგი ნახეთ ბოლო პერიოდში დანიშნები. მილიონზე ნაკლები არავის არ აქვს. 300-400.000 უდებს ანგარიშზე. ვინც ინიშნება სადღაც კომისიაში, საბჭოში, ყველაფერი ესე იგი პრაქტიკულად ვერ ნახავ რომ აი უფულო ადამიანი მოკლეს ქვეყანაში. ფული ჩაიგდეს ხელში თვითონ. აი ამ დროს ეხლა სოციალური პროტესტი რომ მკვდარია ქვეყანაში, ეს რატომ მოკლა? პოლიტიკურმა პროტესტმა ხალხი შეძულდა პროტესტი, იმიტომ რომ ყველა იყო პოლიტიკური. და პოლიტიკოსებმა აიღეს პროფკავშირების ფუნქცია. ის რაც პროფკავშირება უნდა აკეთონ პროფკავშირება. ნებისმიერ ქვეყანაში საქართველოზე ვერავის ვერ დაარწმუნებ აქ დემოკრატია, იმიტომ რომ აქ პროფკავშირი არ არსებობს. თქვენ იცით რა არის პროფკავშირი? ეგ საკითხი მე თვითონ 4 წელი პროფკავშირი. არა, დღეს იცი რომ არსებობს პროფკავშირი? არა, პროფკავშირი იყოს მასების მობილიზაცია. დღეს ქუჩაში იქნებოდა ხალხი იმის გამო კი არა რომ რა ვიღა ჩამოაყო. მასების მობილიზაცია უნდა შეეძლოს. გასაგებია, მაგრამ მე ნახეთ პრობლემების 16000 ლარს იღებს შენ ხელფას, იზდი 1600 ლარით და მე პენსიონერს მიზდი 20 ლარით. და ესე იგი 16000 ლარს იღდი შენ, მაშინ როდესაც სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში 10ჯერ მეტად არ უნდა იყოს მინიმალურ პენსიაზე ხელფასი მაღალი თანამდებობის პირის. ევროპა როდესაც პროფკავშირი აწყვი იმათ 200 წლიანი გამოცდილება აქვს, ხო? ამიტომ ჩვენ სხვა სქემებით თავარი რაც არის პარტიები, რომელიც თავაზობენ პენსიას გაგიზრდებენ, უფასო ენერგიულ რესურსს, ეს არის აბსურდი. არ არსებობს ან საწარმოებს გახსნა. ამიტომ საჭიროა ძალიან სერიოზული ჯგუფი ან წარმოიდგინეთ მულტიდისციპლინარული გუნდი უნდა რომ ამ ტრანსნაციონალური სერიოზული ბიზნესია რომელიც პოლიტიკოს პარტიებიც არაფერი არ არის პოლიტიკოსი გეთახმები მაგრამ ჩვენ გადარჩენაზეა საუბარი რომ ჩვენ გადავრჩეთ გასაზრდომები ხო თუმცა თუ იქნება სამეცნიერო ინსტიტუტები რომელიც კონკრეტულ თემებზე იმუშავებენ ხო
და ეს ინსტიტუტები მოკლეს, ამათ არ აღარ შეიძლება უზნაძის ინსტიტუტი არ ყოფილიყო ქვეყანაში, მსოფლიო ავტორიტეტი ქონდა. შეიძლება ეგ. და არა მარტო უზნაძის ინსტიტუცია ლაპარაკი. პედაგოგიკის ინსტიტუტი, სამეცნიერო პედაგოგიკის. თავარი რა არის ინსტიტუტები კი არის, ახლა ზოგს შეიძლება რომ ყველაფერი გაუხუჭებიათ, ხო? ინსტიტუტები კი არის უნივერსიტეტებში, მაგრამ ისინი სამეცნიერო არის დარგის განვითარების, ხო? მაგალითად, ჩვენ პედაგოგიკის ინსტიტუტი გვაქვს, მაგრამ პედაგოგიკის სამეცნიერო არ გვაქვს, რომელიც შეისწავლის დასწავლის უნარებს, იქ თქვა სინათლის, მეხსიერების პრობლემებს, ეს ბავშვები რომ ვერ იმახსოვრებენ, ინფორმაცია რო არის შესამცირებელი, ხო? აი ამაზე მუშაობს მეცნიერები, სამეცნიერო, ფსიქოლოგიის დარგის განვითარება, ასევე არის სხვა მიმართულებით. გეთანხმები მე არ მაქვს ამაში საკამათო, მაგრამ ასევე პოლიტიკა ეხლა რო თქვით რომ 200 წლის არავით არის გამოცდილება ბევრ ამაზე, ჩვენ რო გვაქვს გამოცდილება ბევრ ამაში, ისე უნდა დავით აღმაშენებელს ჰქონდა ყველაზე კარგად. მიწების 60% რომ იყიდეს ამ ფულიანებმა, პრაქტიკულად დამუშავებული არ არის. მიწაზე არ მიდის, რა კანონი ქონდა დავით აღმაშენებელს? დავით აღმაშენებლის კანონი იყო ასეთი, ვინც მიწას ამუშავებდა, იმას ახდევნებდა 3-4 ჯერ 5 ჯერ ნაკლებს იმასთან შედარებით, ვინც მიწას არ ამუშავებდა. და ვინც კიდე მიწას 2-3 წელი არ დამუშავებდა, უკან იღებდა მიწას. აი ახლა ჩვენ ვეძებთ, რომ აი ხორბალი რაღაცა დაითესოს, ხო, სადაც და მიწა არ არის დამუშავებული და ისეთ პირობებს გიყენებენ. და კიდე ერთხელ ვიმეორებ, კიდე ტრაქტორი და რაიმე ღირს ისეთი საწოდაო მდგომარეობა, კაცი არ სწავლობს ამას, კაცმა არ იცის, ამ ინსტიტუტი რატოა საჭირო? ესო შეისწავლოს, ანალიზი გააკეთოს და ინსტიტუტი არის საჭირო, იმიტომ რომ ყველა კანონს ნორმალურ ქვეყანაში წერენ აი ესეთი ინსტიტუტები. კანონი პროექტი იწერება ასეთ ინსტიტუტებში და არა პარლამენტში. პარლამენტში შედის კანონი პროექტი, განსახილვად იწყება იქ განხილვა სხვადასხვა იმის მოწვევით და ნახეთ როგორი ის აქვს აი ჩეხეთს და არის ძალიან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შემოიდეს სამთა კავშირი. ანუ დამსაქმებელი ხო არის მეწარმეთა კავშირი, დასაქმებულის დამცველი, ანუ პროფკავშირები და ხელისუფლება. თუ სამივე არ არის მზად, კანონს ვერ გაიტან. ჩვენთან მივიდა ერთპარტიული ხელისუფლება, რასაც უნდა, როგორი კანონიც უნდა იმას იღებს. ეს ყველაფერი, ეს არის პოლიციური სახელმწიფო. პოლიციურია სახელმწიფო, როდესაც თქვათ ყველაფერი არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ მეორე, ჯერ შიში, როცა შენი ეშინია და მეორე, როცა ფული მართავს, როცა ყველაფერი ესენი, ესე იგი, ყველაფერი პრაქტიკულად ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზება მოხდა, ენერგეტიკა პოლიტიზებულია, ყველაფერი პოლიტიზებულია, რატომ? იმიტომ რომ დღეს ადამიანებს მე ვეუბნები რომ თქვენ გამოდიხართ ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და ლაპარაკობთ რომ რუსეთის წინააღმდეგი ვართ. მე გეკითხებით რომ ვინ იყიდა ენერგეტიკა რუსებს? ვინ იყიდა გაზით? ანუ თბილისში რო გვაქვს ენერგია სახში, რო გვაქვს გაზი სახში, რო გვაქვს წყალი სახში, ფულს ვუხდით რუსულ კომპანიას. ხორბალი რასაც ჭამთ პულს, ხორბალი შემოსატანილი არის რუსეთიდან. ყველაფერი მომკალი ჩვენთან, ხო? ყველაფრის შემომტანი, ვინც კი არის პარლამენტში ის, ხორბის შემომტანი პარლამენტშია, ხორცის შემომტანი პარლამენტშია, პარლამენტშია და პარტიაში მიაქვთ ეს თანხა, ხო? ეხლა ნახეთ ყველაზე სარფიანი რა გახდა ქვეყანაში. სარფიანი გახდა ბინადჩენებლობა. რატომ? იმიტომ რომ მოდიან უცხოელები. ჩვენი მიდიან გარეთ. ყველა მშენებელი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი. კი ბატონო 9 ესე იგი აი დეველოპერი, მშენებელი ბზის პარლამენტში. აბსოლუტურად არც აინტერესებს. ეს ვისი უნდა დააკომპლექტონ, უცხოელებით რა თქმა უნდა, ხო. სხვანაირად როგორ ვერი როგორ. ხო და ბინები და ყველაფერი იყიდება ამას რატო ეს? ამიტომ არის ბატონ თემობა სტრატეგიულად ინტერესი არის აი აქ არის რომ არა ის რომ თქვა ხალხ ერის განვითარებაზე იყოს საუბარი, ამიტომ კონკრეტული ჯგუფებია, რომელსაც ვიტინა ივანიშვილი ეს სისტემა ვერ მართავს გამიგეთ. აი როგორც კი ამას დაუპირისპირდება, ეგრევე ჩამოაგდება. ეს კი არა სტალინმა როდესაც მოინდომა პრეზიდიუმის შეცვლა იმ წუთშივე დააპირავეს, ხო? ეს არის სისტემა, ამ სისტემაში პიროვნება ვერასდროს ვერ ხო, მაგრამ ბესიკბატონო ჩვენ არ მინდა უიმედოდ დავტოვოთ. არა, უიმედოდ არა. თქვენ და ჩვენ ვართ იმის გამოსავალზე. არა, ჩვენ და თქვენ ვართ იმ გამოსავალში, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტიანულ ხალხმა ვინც დაასახელა და ჩვენ ვილაპარაკობთ იმაზე, რომ ერთი პერიოდი, ერთი არჩევნები უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა კი არა. პარლამენტი იქნება პოლიტიკური, მაგრამ არ იქნება პარტიული. და აი ამიტომ უნდა მოვიდეს ეს პროფესიული, ამას ვამბობ რა, პოლიტიკური ორგანო იქნება ეს, მაგრამ არ იქნება პარტიული.
აი ეს არის ყველაზე დღევანდელი ყველა პარლამენტი 35 წელია საქართველოში იყო პარტიული. და ყველა პარტიას ჰქონდა კონსტიტუციური უმრავლესობა, უმრავლესობა. აი ახლა მაგალითად მე ჩეხეთს მაგალითი მოვიყვანე ამ დღეს. ჩეხეთში 33 თუ 34% მოიგო და ბედნიერია. ჩეხეთი ბედნიერია, რომ 33% მოიგო, ვთქვათ, წინ ვინც იყო პარლამენტის ეს ვინც იყო თავრობის თავმჯდომარე. წავიდა, მაგრამ როგორ მიმართა ხალხს ნახეთ, ეხლა მე ვნახე ბიძინევანიშვილის მიმართვა და ვნახე იმის მე ცხადა დედამიწა. რა თქვა იმ კაცმა? მადლობა თქვენ რომ გამიშვით მე გარკვეული პერიოდი, რომ არ ვიყავი, მე დავაკვირდი ვნახე და ჩემი უდიდესი შეცდომები და ნაკლოვანებები ვნახე. მე გიბრუნდებით დღეს თქვენ უკვე სხვა, გაცილებით უკეთესი თქვენსკენ მომართული, ჩემ შეცდომებს გავასწორებ და შემდგომ აქ გეუბნება მე მოვედი და უნდა ვიყო მუდმივად. და უცხოეთში როგორ არის? თქვენ ხართ ეხლა მე მოვდივარ, მე მეგაწავალ, ამიტომ თქვენ როცა მიდიხართ, თქვენ აანალიზებთ და კორუფცია არ არის, რატო? იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მალე შეიცვლებით და ვერ ბედავთ. ამათ ისეთი კორუფცია აქვს, რომ ვერ წავიდნენ ესენი ყველა დასაჭერი გახდება. და ამიტომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი არის საჭირო იმიტომ რომ დაჭერებზე იყოს ორიენტირებული. არამედ იყოს რომ სისტემური ცვლილებები გააკეთოს ქვეყანაში. აი იგივე ჩეხეთის ახალი პრემიერი ვინც მოდის ეხლა იმან რა თქვა ნახეთ, მე დავკეტავ საზღვრებს, ფასები არის ხელოვნური, მე ბუნებრივს გავხდი ფასებს, ანუ ბუნებრივი ფასი ხდება როცა კონკურენციითაა. საქართველოში ხალხ ფასი არ არის ბუნებრივი, ფასი არის ესე იგი ხელოვნური. ესე იგი 20 საზღვრები თქვა პირობითად მე კახეთში გლეხს რაღაცაში, ის იყიდეს ქალაქში გლეხს 3-4-5 ლარი. და ის კაცი ამბობს, ბიჭო, მე 1 ლარი მაინც მომეცით. და თქვენ 2 ლარად მიყიდეთ, 3 ლარად, კარგი. რა არის მე 20 საზღვრები და შენ 5 ლარად ყიდი. ვინ არის ეს შვაში ვინძის? ესენი არიან აი სწორედ ბიზნესში, ახალი ბიზნესები რო შექმნეს, ახალი იმისი გუბერნატორის, მერის თუ თქვათ მინისტრის ახლობელმა ნათესავმა და ყველანი გახდნენ, აი ყველანი დააჯდნენ აი ამ ადამიანებს თავზე რეალურად შეიცვლით მოხდა ისეთი რამ რომ ეს სიტუაცია თუ არ შეიცვალა ჩვენ ყველანი ვიღუპებით ერთად. ერთი ბიზნესთან თემა ძალიან საინტერესო. აი ხო ბატონო ირაკლი რომ შეკლება ბიზნესმენი ორჯერ შეკლება, ხო? ხო, ბევრი არ დაესწრო. ეს არის რუსების თემა პროვერკა დოკუმენტა. ვინ არის ჩემთან, ვინ არ მოვიდა, ხო? აი ესეთი რამე ბიზნესმენებს არ უნდა მოუწყო, ხო? რას ნიშნავს, რომ იქ საწერო არჩევნების წინ უნდა შემოიტანო კეთილი ნებით, ხო? თუ არა და შენ ვიცით როგორ ხდება ბიზნესების გაჩენა. ამიტომ ამ ბიზნესმენები უნდა იცოდნენ ამ სისტემაში რო არის, რომ ხვა ვიღაცა რომ მოვა, აუცილებლად მათი ბიზნესი გვერდით დარჩა. ამიტომ უნდა უწოდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც პირიქით მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელი როცა იყო მიხეილ სააკაშვილი, მე მეუბნებოდა ერთ რამეს, რომ ჩვენთან იყო ბატონი ვალერი მანჯგარაძე, ასეთი კონკრეტული მაგალითები თუ არ მოვიყვანებენ. ბატონი ვალერი მანჯგარაძე იყო, აი მეწარმეთა ენისი თავმჯდომარე და მოდის ერთხელ ჩემთან და მეუბნება, რომ მე დამირეკესო, არ მალ დავალა პირდაპირ და მითხრა, რომ აფრიკის წესიერი კაცია, ძალიან პრინციპული კაცია და მითხრა, რომ დამირეკა ვანო ჩხარტიშვილმა ის იყო მაშინ რესპუბლიკი და მითხრა, რომ პარტიას უნდა მივეხმაროთ რაღაცა დააშენოს. ყოველთვის მე მამას მე შენ ასე და მე ვთქარი, როგორც კი აქედან ერთი თეთრი წავა, რომელიმე ბიზნესმენიდან ის ბიზნესმენი მე გამოვიყვა, მე ხوار შემიძლია რომ დავიჭირო და რა უნდა თელ ქალაქს ვეთქვი, რომ ესენი ანგრევენ ამებას მე. ხო და ამან მე ვთქარი, ავქნაუდა წად და დაურეკე მე ვთქარი და ვთქარი, რომ ქუთაისიდან არაფერი ის არ იქნება. დავირეკა სააკაშვილი მერცაჩი. ნახეთ როგორ ქონდა დაწყებული სისტემა. და მე ვთქარი, ეგ რა არის მათ. ჩვენო მარტო იმ ფული, იმიტომ კი არ გჭირდება ფული გვინდაო მაგადან. ბიზნესმენი ფულს რო დადებსო, ის რომ დარეგისტრირდებაო, მე თავს მოიკლავს იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად ხელისუფლებაში. ბიზნესმენი რომელიც იმდენად ფული არ გჭირდება ჩვენო, რამდენად იმის შიში გჭირდებაო, იმას ეშინოდეს იმისი რომ ფული რო აქვს ჩვენთან დადებული და აი ნახეთ ახლა მაგალითი აიღეთ მასკის. მასკი გამოვიდა და თქვა მე 200 მილიონს ვაძლევ ტრამპს. საქართველოში გინახავთ ვინმე რომელიმე ბიზნესმენი რომ გამოვიდეს და თქვას სხვა მაგდა. საერთოდ ბიზნესმენი არის ის, ვინც აფინანსებს დემოკრატიას და არა პარტიას. დემოკრატიას არავინ არ აფინანსებს. აი ახლა აგერ ამ ხელად ხალხის შექმნილი ის არის. ჩვენ ხო მოვსინჯეთ, არა 100 ლარი ვთხოვეთ ძალიან ბევრ იმას, რომ თვეში მეცნიერები გაიგებენ 100 ლარს და არც ერთმა არ გააკეთა. ქუთაისში ბატონმა ვახშიმ დაურიგა, კგბ-ში მიიტანა, უშრობაში მიიტანა, კგბ-ია იგივე, უშრობაში მიიტანეს. ესა და უთხრეს, აი შეხედეთ ასეთ წერილი გამოგვიგზავნესო. და იმათ რა უთხრეს, არა, მაგათ არ მიეხმარებო. აი ამ ეს აი აქ როგორ შეიძლება თქვა თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა და 1-4 წელი არ იქნა
ესე იგი პროფესიონალთა პარლამენტი თქვენ რამე გამოსავალს ხედავთ ჩვენ რომ მივედით ნახეთ რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი ეს არის დღეს მალამა კი ბატონო აი მე მინდა ბიზნესთან დაკავშირებით როდესაც სინგაპურის პრემიერი ლი მოვიდა შეკრიბა და ადმინისტრაცია უთხრა რომ ჩვენ 3 წელი ფულს არ შოულობთ რა არავინ არ მოიაზროს რომ წილებში ჩაუჭდეს და როდესაც ის შემოვიდა ბიზნესმენები იმათ ოფიციალურად მოქონდათ აი თქვენ წილია და ეუნებოდა ეჯიბეში ჩაიდე და წადი ახლა და საქმეში ჩადე აი ეს არის სწორი ის მთავრობა რომელიც მოვა და ხალხს რო პირდება რომ ოქროსაერას აგიშენებ ოღონდ ჯერ ჩემსასო აი როგორც კი ესეთ ფაჩუჩ ესეთ რაღაც სისულელებს სიტყვებს გთავაზობენ უნდა მივხვდეთ რომ არ არის სარაი უნდა აშენოს ყველა თავის ხო და რაც შეეხება უცებ განავითარეს გამიგეთ მე იმან დაურეკა და ბიზნესი ვითარდება და ის 100,000 რო ჩადებს ხო ვიცით ის საწარმო და ხო ის საიდან უნდა გამოიღოს იმ გლეხიდან უნდა იყოს იმ უშიდან უნდა იყოს ხო პროდუქციის ფასი გაიზრდება და ქარხანა გაკოტრდება და შეხედეთ რამდენი ქარხანაა გაკოტრებული ყველა ქარხნიდან გადიოდა ფული სააკაშვილის დროსაც ეხლაც გადის და ყველა ვიცი კი ბატონო უბრალოდ თქვენ აი ახლა ბათუმში მეუბნებიან მე ბათუმში შევარდნის დროსაც რა თქმა უნდა ბათუმშიც მეუბნებიან აი თქვა მე რომ ვამბობ ახლა რადგან თქვენის ბოლო ისე ახსენეთ მე აი რომ გამოვდიოდი თავრობის ხტომაზე და იმას რომ გამიგავთ ყველაფერი არ გამოვდ არაფერი გარეთ რეალურად ვეუბნები რომ ჩემი გამოსვლა ყველა თავრობის ხტომაზე ხო მანდკავთ რა არის ამაში პრობლემა რომ გამოიტანოთ ერთი და თუნდაც ის პროგრამა რომელიც მე წარმოვადგინე და ჟვანიამ რო თქვა რომ აი პროგრამა რომელთაც ქვეყანა გადარჩებაო მაგრამ მეორე დღეს დამიძახი შემოდი მოქალაქეთა კავშირში და მე ხარ არ შემოვარ მეთქი რამე დამთავრდა ყველაფერი მაგრამ ვიმეორებ მე ბათუმში რო ჩავედი ახლა მითხეს ბატონო თემური თქვენ ასეთი მიამიტი ხართ რომ არიცოდით ან ბიძინევანიშვილმა არიცოდა რომ ჩვენთან აღარ მახსოვს 5 მილიონი თუ 50 მილიონი რო ღირდა ერთი სართულის დამატება ერთი სართული შენობლობო რომ დამატებოდა თუ რაღაცა ეს რამდენი ფული ღირდა ეს ეხლა ჩვენ ვიცით ეს რიგით მომოქალაქეებმა და თქვენ არიცით ეს მე დაუშვი ასეთი რა თქვათ ეს ტყუილია აი ხალხში როცა ასეთი რა ვრცელდება და ხალხი თუნდაც არის იმაზე რომ აი ეს ასე ღირს ეს უკვე პრობლემაა როგორც თქვენ თქვით ესე იგი ხალხში რო დაიბადა ან ეს ვიღაცამ ჭორი გაავრცელა და წამოეგო არ მართალია ჭორი თუ გაავრცელა და ხალხი ამას წამოიგო ისიც უბედურება და თუ ის მართალია ის კიდევ უფრო მეტი უბედურება ორივე შემთხვევაში უბედურებაა ხო ეხლა ყველა მეუბნება ჩვენ ერთ რამეს თქვენ თბილისშიო არასასოფლო სამეურნეო მიწა სასოფლო სამეურნეო რო გადაკეთოთ თქვენ ეს იცით რა გესო და რა კურს მეუბნებიან მე ყველა მეუბნება რომ თბილისის მერიაში რო კორუფცია ღია პირდაპირ მსგავსი კორუფცია ვერც კი წარმოგიდგენიათ ბიძინე ავანიშვილმა თქვა ჩვენ ნახეთ ვინ არიან მოღალატეები გაუშვითო ვიდრე მასთან იყო იპარავდა კარგი იყო ყველა პრემიერი ყველა კარგი იყო როცა იპარავდა და მასთან იყო კარგი იყო როგორც კი წავიდა მისგან იმ ნაპარავის გამო იჭერა ყველა პრემიერი ხო არ შეიძლება ანუ რას ნიშნავს ეს ხო არა ყველა პრეზიდენტი ცუდი აღმოჩნდა ყველა პრემიერი ცუდი აღმოჩნდა ყველა ვინც მონა არ არის მისი ყველა ცუდი აღმოჩნდა ესე იგი მართვითი სისტემა არასწორი მექანიზმი გეთანხმები ამიტომ ჩვენი ამოცანა თქვენ თავში ბრძანეთ და ჩვენი საათო შეთანხმება რომ ჩვენ ხალხს ვეუბნებით რომ აი ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში მართლის სისტემაა შესაძლებელი მე რატომ ვთქვი სოციალური პროექტი მოკლა პოლიტიკურობა პროექტი სოციალური პროტესტი მოკლა პოლიტიკურობა პროტესტმა პროტესტის იდეა დაიკარგა ქვეყანაში აღარ უნდა ადამიანებს მონაწილეობა აი ნახეთ ახლა უამრავი რამ არის დღეს სად იყო ადრე იყო გამოდიოდნენ ბანკები რას უშვებოდნენ უარეს უშვებიან დღეს ვინმე გამოდის არა ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ რომ იუსტიციის სახში რომ მიხვიდეთ და კითხოთ იქ რო არიან ისინი ხელფასი რა აქვთ ესე იგი თქვენ იტყვით ვერ დაიჯერებთ ფეხზე დგას მთელი იმის განმავლობაში და ნუ აი 1000 ყარზე ქვემოთა ხელფასი ყველას არა და იუსტიციის სახლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემდანია ბიუჯეტში თქვენ წარმოიდგინეთ რა არის მასშტაბების ხელფასი რა არის მასშტაბების ხელფასზე ყველაზე მაღალ ხელფასზე ადჯერ მეტი რომ მქონდეს პრემიერ-მინისტრ პარლამენტის თავმჯდომარეს ეს რა ქვეყანაა ეს არ სადარხდება ეგეთი რამ მე პრინციპი მქონდა ქუთაისში რომ ვიყავი რომ მასშტაბების ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს ვიდრე ჩემი ხელფასია მე ვიღებდი $100 შესაბამის კუპონს თუ ლარს მასშტაბების ხელფასი იყო იქ ერთი მითხრას ვინმე რომ ტყუილი მე ვლაპარაკობ იმ პერიოდში თუ მაშინ შეიძლებოდა ამის გაკეთება
დღეს რა უნდა და თქვენ კარგი მაგალითი მოიტანეთ, როცა ჩვენ პარიზში ქუთაისის დღეები ტარდებოდა. ეს იყო მაისი 96 წლის შევკრიბე მეწარმეები და უთხარი რომ არაფერი თქვენთან შემოწმებელი არ მოარავენ. გაუგზავნე შევარნაძესაც წერილი და მივწერე და უთხარი რომ აქ შემოწმებელი არ შემოვიდეს მე დავუხდები კარებში და მინდა ჩავატარო ექსპერიმენტი, როცა არ ამოწმებენ რა მოხდება მეთქი. ყველაზე დიდი ბიუჯეტი ქონდა მაშინ, როდესაც ნდობა ჩამოყალიბდა. მე მათ უთხარი რომ თქვენ სინდისე იყოთ. თუ რამეს თქვათ არ დამალავთ და გააკეთეთ. ყველაზე დიდი ბიუჯეტი 96 წლის აპრილი, მაისი, ივნისი იყო. აი მეწარმეები დღეს ყავთ დამონებული. აი საქართველოში მეწარმეები შეძლებენ წარმოუდგენელ რამეს, როგორც ისინი განთავისუფლდებიან იმისგან, რასაც ქვია ხელისუფლებისგან კეთილგანწყობის ყიდვა. ისინი ყიდულობენ კეთილგანწყობას ხელისუფლების. კი ბატონო, აი თქვენ რომ ძამეთ სოციალური პროტესტი არ მოკვდა. უბრალოდ სოციალური, აი წარმოიდგინე ახლა ფეხსაცმელები დაურიგეს ყველას და უჭერს, ხო? და ადამიანები იძახიან გვიჭერს და ამ დროს ეუბნები რომ აგე ეს მოგიგوارებს პრობლემას, აგე ეს პარტია მოგიგوارებს და გაგიწერავს ფეხსაცმელს და ეს ხალხი წენდობა რა. შემდგომ და აი ესეთი ატყუებენ რა, ამიტომ ეს როდესაც ორგანულად შენ უნდა მოაგვარო პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში, ანუ სოციალური სისტემის მიმართულებით რომ გაეშალა ჯანდაცვაში შეცვლა განათლების სისტემის პროექტები და ეს სამეცნიერო პოტენციალი საზოგადოება სტუდენტები ჩაერთო დამთავრდებოდა, ეს გადაიზრდებოდა სხვა იმაში, მაგრამ რაში გადაიზარდა ეს ყველაფერი რომ გასაღები ჩავიბარა. ანუ არაფერს არ შევცვლი რა და ამიტომ ის ჩვენ რასაც უთავაზობთ, ხო? ხოლო მეცნიერებს შეუძლიათ შეცვალო და ძალიან სწრაფად. მოდი ისტორია ავიღოთ, დავით აღმაშენებელმა რა გააკეთა გიორგი ბრწყინვალემ, თავადები რომელიც იჯდნენ და არ ომობდნენ და არაფერს არ ცვლიდნენ, უთხრა არიომებ არ შეცვლი, არ გამოიყვან ხალხს, ხალხი რო გამოიყვან, უნდა აჭამა, უნდა თავისუფლება მისე, უნდა მოუნდა შენ თავი. არ მოიყვან, დამთავრდა. შენი თავადობა არის მოძრავი. ხო? დამთავრებულია, ხო? დირექტორატორი ქსვამ, ფული კი უნდა გადამეხადო, საქმე უნდა აკეთო და არავითარი ვალდებულება არ აქვს. პრინციპი არის მარტივი. უბრალოდ ამას დაკვირვინო ძალიან კარგია ხა. მართველი პარტია მოდი ესე ვთქვა, ვეღარ გააკეთებს ბატონები ძინაცი, როგორც კი ამას გააკეთებს, ეგრევე შიგნით გადაუპირისპირდებიან, როგორც სააკაშვილი შეუარანს დააყირებენ. ვერც ოპოზიციაში არ არის, ხო? ამიტომ უნდა იყოს ხალხი, რომელიც არა ის რომ ჯერ თავის ოქროს აერეს აშენებს, არამედ ხალხს ასწავლის როგორ ჩაერთოს საზოგადოებრივ პროცესში, ხო, როგორ მოაგვაროს თავის სამსახურში რაღაც პრობლემები, ხო, ვიცით ახლა როგორც კი პრობლემები აქვს, ყველა დირექტორს იქ რაღაცა გავლენები აქვს და ხმას ვერ ამოიღებს, ხო, დანიშნულები არის. ამიტომ აქ არის მთლიანი საზოგადოებრივი პროცესი, 700.000 კაცი რომელიც ჩუმად არის და 200-300-ზე უნდა ცნობიერება შეიცვალოს, რომ იცი რა რომ მე უფრო მეტი უღივარ ის კი რომ ვიღაცა მაჭმევს და მომიგვარებს. ეს არის პირდაპირ ანტიქრისტიანული. ვიღაცა გაჭმევს ხალხო რაც გიტლერმა უთხრა. მე თქვენს სინდისისგან განთავისუფლეთ, ხო? აი რაზეც რელიგიურად ვიღაცა რო გეტყვის რომ მე გაცხონებს. აბსურდია. მე გაგავითარო, როგორ უნდა გაგავითარო, შენ თუ არა გაქვს ამის სურვილი, ხო? და ამიტომ პრინციპი არის მარტივი, არასწორად საზოგადოება არასწორად დააფორმატეს და ის ილუზიური ბელადები შეუქმნეს ოპოზიცია, კიდე ახლა რო დაიჭერა თქვენ გონი არ შეუქმნია კიდე? არ უნდა მოტყუდეს ახალგაზრდები და ანებონ ამათ, უფრო მეტი უნდა იკითხონ, ხათაშორის ვიზა რევოლუცია და სახელმწიფო ცვლილება უნდა, ლენინი წაიკითხონ, აგე ისტორიული პოლიტიკური ეკონომია წაიკითხონ, გლობალურად განიხილონ, რომ აქ დიდი ტრანსნაციონალური ამხილა ბიზნესი, აზია, ევროპის ამხილა ტრანსნაციონალური სისტემები დადის ისე, რომ პრეზიდენტებსაც არავინ ეკითხება. აქ ისეთი დიდი გლობალური ბიზნესია და მაგრამ ეს ხალხს უნდა რაც საჭიროა რა პრობლემები პირდაპირ უნდა უთხრა და კი არ უნდა მოვატყუო. არა, არაფერი არ უნდა მოვატყუო. მე მკითხულობ იმაზე, რომ შეკაი ადამიანიშვილო, კრიპტოვალუტა არის ყველაზე დიდი ისა დღეს ბიზნესი ხო მსოფლიოში. როცა შენ მიაღწია იმას, რომ შენია კრიპტოვალუტა საქართველოში რო არის ბიზნესმენიშვილი და შენ ხარ ამ იმაზე, ესე იგი შეგიძლია რა, ვთქვათ, რაღაც იმაში ჩავიდე კი, მაგრამ ხალხი რო ვარიმდება და გადაგდება. ასე ხო არ შეიძლება თავად ხალხის ნახე განწყობა რომ სასტუმრო აგვიშენაო ერთ მეუბნები მე ვეუბნები სასტუმროს აშენება სასტუმროს აშენებს 1000 კაცი საქართველოში როდესაც თავისუფალი იქნება ბიზნესი ამას რა თქმა უნდა მადლობა რა თქმა უნდა არიან ადამიანები რომლებსაც სასტუმრო რო აეშენებინათ იყიდეს მიწა იყიდეს ყველაფერი
ბიძინა ივანიშვილმა არც მიწა უყიდია, არც არაფერი და მოდი ესე ვთქვა, დღევანდელ პირობებში ვერც ერთი საწარმო, როდესაც ჩინური და თავისუფალი სივრცეების შექმნა, ვიცით ხო, რუსული პროდუქტი შემოდი, თურქული შემოდი, ჩინური აქ შეუძლებელია იმხელა აწარმოე მილიარდობით წარმოებაზე საუბარი, პროდუქტის ღირებულება დაბალი. შეუძლებელია აქ საწარმო თავისუფალ ვაჭრობაში აწარმო. ამიტომ აქ უნდა იყოს მართვადი ეკონომიკა. მართვადი ეკონომიკის გარეშე ჩვენ რაღაცა პრინციპი უნდა იყოს თავისუფალი, რაღაცა მართვადი ეკონომიკას პირველ რიგში უნდა თუ მართვა მე ბევრი რამის რაღაცა თემებში რაღაცა თავისუფლებას ამის იმით, მაგრამ საქართველოში დააჯერეს ადამიანები ბევრში რომ მშვიდობა არის კორეაში. მშვიდობა იყო საბჭოთა კავშირის დროს. თქვენ ახლა უზნაზის თეორიის გამგებლებელი ხართ. უფრო დიდ სიმდიდრეს ხედავთ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს. ადამიანი არ არის შიში ცხოვრობს. შიში ცხოვრობს. ესე იგი შიში აქვს მას რომ პური არ ეკნება ხვალ. შიში აქვს რომ სამსახური არ ეკნება. ამიტომ ხმათო მოიგო სამსახურს კარგავს. ხმათო მოიგო პურს კარგავს. მეორე კიდე რადიკულობა შეიყვანეს რომ აი მეორე ნაწილს რომ გაარლადგურე ბედნიერი იქნები და ევროპაში იქნები და ჩვენ პრობლემები არ გვექ. წარმოგიდგენია ამ ხელისუფლებას ვარ უნდა ჩვენ დღეს რეალურად უნდა გავაგებინოთ ესე იგი ბატონო ბესიკ ხალხს რომ ევროპა კავშირი ამათ ვარ უნდა ეს ლოგიკურია. ლოგიკური არა იმით გამო რომ ევროკავშირი მართლა იმას თხოვს ასეცენი ლაპარაკები ხავს. ევროკავშირში რომ შეხვიდე, ისინი მოგთხოვენ რომ პენსია უნდა იყოს სხვა. ხელფასი უნდა იყოს სხვა. პირობ ბანკი უნდა იყოს სხვა. სასამართლო უნდა იყოს სხვა. ამათ ეს რო სხვა იყოს, ესენი ყველაფერს კარგავენ. ამიტომ არაფერი არ აწყობთ ამათ. თუ ხედავთ როგორია, თვითონ 16000 ლარი ხელფასი და ყველაზე მაღალი მასწავლებლის ხელფასი აქვს 1200-1300 ეგეთი რამე გინახავს კაცო ესე იგი წარმოუდგენელია ხომ ახლა ამ სიტუაციაში რო იყო და მე წერო თქვენ ბზანეთ რომ პარლამენტში რომ ბიზნესმენებს შეიყვან და იმათ რომ დაეყნობი და იმასთან ერთად მოიგებ რას დაემართა შევარდნაძეს შეიყვანა ესენი და იმათ მერე ულტიმატუმები დაუყენეს ჩემი წინადადება რა იყო მე ვეუბნებოდი რომ თქვენ უკვე კარში ხართ თუ ამ რკალს არ გაარღვევთ, თქვენ დაიღუპებით. და თუ ეს რკალი არ გაირღვა, ქვეყანას დაიღუპება. სააკაშვილმა ეს გამოიყენა, მაგრამ გასაღებით შეცვალა, მეტი არაფერი არ იყო, ხო? თუ ამ რკალს არ გაარღვევთ, დაიღუპებით და დაიღუპება ქვეყანაც. ბიძინა ივანიშვილი დღეს გაცილებით მეტ რკალშია, ეს რკალი შექმნა თვითონ და კატასტროფა იმაშია, რომ შევარდნაძეს ხანდახან ქონდა პროტესტი ამ რკალის მიმართ, თუნდაც მისი გამოსვლები რომ მოისმინო, რომ შეადარო ეხლა ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად არავითარი პროტესტი არავის მიმართ არ აქვს. პარლამენტში ყავს ფულის მკეთებლები, ყველაფერი აი შეხედეთ როგორ არის ხორბალი, რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი. საქართველოში 1 ლარა შეიძლება იყიდო, ანუ მოაწარმოო, მაგრამ შენ რო აწარმოო ამ ქვეყანაში ხორბალი კარგი 3 ლარი დაგიждდება 1 კილოგრამი. ამიტომ ის გეუბნება ახლა რომ მე რატომ და რა ხდება ამის გამო საწამლავს ჭამს ხალხი ხო? აი პოლონეთის ამ ხორბალთან დაკავშირებით პოლონეთს აიძულა ევროკავშირმა იყიდა უკრაინულის ხორბალი. ჯერ ხო გააპროტესტა აიძულეს, ახლა რო აიძულეს უნდა იყიდა, მაგრამ ბაზარზე კი არ შემოიტანა, აფრიკაში აჩუქა რა. არ გასაგები ხედეთ როგორ არ დაანგრია ადგილობრივ. მე ამას ვერ გააკეთე. მე ამას გეუბნები რომ აი სწორედ ჩვენ აი ეს უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს ხალხს და უნდა აუხსნათ იმისი რომ აი თქვა ხედავ ახლა ტექნიკა დგას უამრავი. და აი ნახეთ რა არის ვიღაცა მეუბნება ახლა 1 გექტარი რო დაამუშავო სამეგრელოში 500-600 ლარი უნდა 1 გექტარი რომ დათესო 600 ლარი წარმოუდგენელია ეს 1 გექტარზე ამას ოჩავდებს ადამიანი მე ხო კიდე აღებამდე მოვლა უნდა და მოწამლა ამიტომ მიწების კოოპერატიული გაერთიანება თუ არ მოხდება სახელმწიფო ცენტრალური მართვის ეს არის აბსურდი. და აი შეხედეთ რა არის აი როგორ ხდება აი ეს ხელისუფლება აი ხანდახან ვამბობენ რომ ერთი მაჩვენით სად არის ეს 100 ფირმა შექმნილი. 100 კი არა მეტია ყველა შექმნილი, მაგრამ ამას ატ არასახელებენ, იცით რომ ყველა მათი ნათესავებია იქ. ახლობლებია მათი ყველგანი. და ამათ რა პროცენტი აქვს დაღებული ნახეთ 1-2%. კი ბატონო. 1-2% სახელმწიფო უხდის ხვას. და რას გვაძლევს სახელმწიფოს რასაც არაფერს. აი დაგვიდი სიყალბეში აცხო ჩვენ ხშირად უნდა ვთქვათ რომ ხალხი ჩვენი უბედურება არის ის რომ ყველა ხელისუფლებამ გვაწყურა კესეღალბი იმიტომ რომ ხმები მისცეს კი ბატონო ვინც ხალხს ატყუებს იგი სათავეში ექცევა ვინც ორს ეუბნება ის მსხვერპლი ხდება ხალხის
ჩვენ რა ვქნათ ახლა მოვატყუოთ და სათავეში მოექცეთ, არა, ჩვენი ამოცანა არის რომ ძიმე გზით წავიდეთ და წავიდეთ იმით რომ უთხრათ სიმართლე ყველაფერი და კი ბატონო რა უპირატესობა თქვა აი ამ პოლიტიკური გასაღების გადაბარებას იგივე ხდება ხო და მეორე ის რომ მოვლენ სათავეში რომელიც ხალხი ასახელებს ხო ზოგს ეხლა ვინც არის დასახელებული ზოგს არ უნდა მაგრამ მე ვფიქრობ როდესაც ჩვენ ხალხი გასახელებს რომ შენ რაღაცა დაგინახა რომ რაღაც თემაში ხარ ხო და შეგიძლია ამის გაკეთება უნდა გამოხვიდე ხო? ხო და თავარი რა არის? აი ესეთი ადამიანი 50-ჯერ მეტი პროდუქტიულია ვიდრე თქვა იძულებით შესული პარლამენტში ხო? ამიტომ ჩვენ არ ჭირდება ქართულ სახელმწიფოს არ ჭირდება დიდი პოლიტიკური ესეთი ნომენკლატურული ბოლშევიზმი ხო? ამჯერ ჭირდება როგორც ერობას ოპტიმალური სამეცნიერო ცოდნით დატვირთული მენეჯმენტი რა რომელიც კონკრეტულად დარგს უხელმძღვანელებს აი პედაგოგები ახსენეთ ხო კლასის ხელმძღვანელი მთავარი ინსტიტუტია არავინ არ იცის კლასის ხელმძღვანელი მიტოვებულები არიან 70 ლარს არა და მთავარი კლასის ხელმძღვანელი რა გააკეთოს კლასს ვის შეეკითხოს აი რაღაცა საკითხი აქვს ხო აი არავინ არ არის მე ხა თქვენ გისმენთ ამავე დროს აი ბატონები მხეიძე და სხვები ფსიქოლოგები ძალიან ბევრი ხალხო ნანა ჩაჩვასთან მქონდა ადრე ესეთი ურთიერთობა ეხლა ხო აკადემია შექმნეს იმათ რა რაღაც ფსიქოლოგებმა დაემატა. უბრალოდ ფული უნდა გადაიხადო, რომ შეხვიდე. სახელმწიფო დღეს ამას უნდა აფინანსებდეს. აი ნახეთ, ჩვენ პროგრამაში რა წერია. ჯოეუნები თურქულ ფილმებს უაჩვენებენ და ჩვენი ფილმები შემოდებულია ამაზე. თქვენ დააფინანსებთ და მიეცეთ ვარ იყოს ისა და გამოუცხადეთ ტელევიზიებს, ვინც ამ ქართულ ფილმებს გაუშვებთ. ჩვენ იმას ჩვენ დავაფინანსებთ იმ ტელევიზიას, რომ ჩვენ გადავუხდით ფულს. რომ ძალიან ბევრი კარგი მასალა სამეცნიერო მიმართულების და ისინი დევს დაროებზე და ამ დროს თურქულით გაივსო ყველაფერი, ხო? ისევია, ვთქვათ, აი ეგრე ფსიქოლოგებმა შექმნეს და რაკნათ გამოსავალი არ აქვს და ამიტომ დაადეს პასი. ერთი უნდა ჯერ ერთი პროდუქტი უკვე არ თანაბარშია, ხო? თურქულ იმას ხო არ უხდის იმდეს რამდესაც ქართულის თურქეთი რას გეუბნება? ფულს გიხდის აქეთ თუ აჩვენ? ხო, აჩვენ, იმიტომ რომ მას შენი ცნობიერების დეტერმინიზაცია მოახდინოს და თურქული აზროვნებით დაიღო, ხვალზე გაგიხოს, ხო? მაგრამ ჯერ ერთი შენ ეს თანაბარში არა, ვთქვათ, ჩვენი ქართული პროდუქტი. მეორეც რა უფლებით ახდევინებენ გადასახადს ტელევიზიებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის ხალხის ქონება. ის ფილმი ხო არ კონკრეტულ რეჟისორს ხო არ შეუქმნია, ხო? ის ხალხის ფილმი, მაშინ ის მსახიობსაც იგივე თანაეკუთვნის. აბსოლუტურად სწორი. ამიტომ ეს არის გასაპროექტო. პირდაპირ უნდა ჩვენ ეს მოვშალოთ. ეს რომ მოიშლება. ქართული მულტფილმი გამოჩნდება, ქართული ფილმი გამოჩნდება. ცნობიერება შეიცვალა. გეთანხმები. აი ანგენ ჩვენს პროგრამაში რომელიც ერთად დავწერეთ, რა წერია ერთ-ერთ პუნქტში რომ ესე იგი ამ ფილმების და თავარი ნახეთ რა არის დათა თუთაშხია შვენებისთვის ტელევიზია ქართული ფილმის საკითხი განიხილეს და ჯარიმა დაადეს. კი ბატონო, დაუწესე შედავლა. დათა თუთაშხია რატო აშვენებო? დაუწესო ყველა ტელევიზიას კვოტა ხო, ორჯერ აჩვენე წელიწადში. მოიცა დანარჩენი გადაიხადე და გამოვა ეს ქართული სულები და იმოძრა. ამიტომ აი ამაზეა ლაპარაკი რომ თუნდაც საზოგადოებრივი სადისკუსიო რომ იყოს და თქვა რამდენიმე ფსიქოლოგი ჩაუდგეს და ვისაც აქვს სურვილი მოდიოდნენ იყოს განხილვა ამის სახელმწიფოს მოხელეები იღებდნენ მონაწილეობას მე ამ რამდენიმე ხეს იმთქვი რომ სხვადასხვა ლუარა ნიჟარაძე მითხრა რომ მე სადაც მინდა აი ვარ იტალიაში ხო მე შემიძლია ერთი კვირის განმავლობაში ვნახო პრემიერ-მინისტრი იტალიის შევხვდები პარლამენტში მივიდეო სიტყვითაც გამოვიდეო აი ეგრე ქალბატონი კუხი ლელა კუხიანიძეა შვედეთში როცა უნდა შედის გამოდის პარლამენტში სიტყვას ამბობს ხდება დეპუტატებს ყველას საქართველოში პრემიერ-მინისტრი ვის შევხვდები მითხარი ერთი აი ხალხი ლაპარაკობს ჯერ თავარი რა არის თქვენ სწორედ ზანდახ ჭონდიდელს მაგალითად ორშაბათს ქონდა დავით აღმაშენებელი მიიღება სისტემა თუ არ მუშაობდა მაწუხებს ეს კომუნისტების მოგონილი გვეუბნა ჩვენ სისტემა ჩემს მე რაწყობილი მართული სისტემა არის ამ ვიღაცას არ აწყობს ხო რაღაცა პრობლემებია და მე ამაში რომ მოდის კონკრეტულად მე ვცრი ის რომ აღარ შემაწუხ ხო ეხლა რაც შეეხება მუშაობას აი წარმოიდგინეთ ბავშვებს ჩვენ ვასწავლეთ 9 საათს ხო და პარლამენტი და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობს 10-ს და რომ მიხვიდეთ 11-ის ნახევარზე ზოგი 11-ზე კანცელარიები და ტელეფონი ხო საერთოდ კაცშვილი არავინ არ იღებს რა
ხო, ამიტომ და ისინი წერილებს კაციშვილი და თან მიიღება რო არ გაეკეთებინა ორშაბათ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელს იმას ათავისუფლებენ ერთი კიდე რაღაც წერილს რომ მიწერა ელექტროპოსტა ხო ვითომ არაფერი ელექტროპოსტით შესაძლებელია დაგიბრუნოს ან გითხრას რომ წერილი ანუ წარმოიდგინე ნებისმიერი წერილი იგზავნება პოსტით თან ერთზე რომ შეიძლება გვერდი დაეტიოს ორზე ბეჭდავენ აი წარმოიდგინე ერთ გვერდი ან ამოატრიალო ან ჩაჭეჭყო ამას არ აკეთებენ ეს ხო ფულია ხო სახელმწიფო ფული რომელიც უაზრობაში ხო და მე რას ვიძახი აი თვითონ მენეჯმენტი არ არსებობს რა სახელმწიფოს სისტემური მენეჯმენტი რომ იქ ფული უნდა რა არის სახელმწიფო ფული უნდა შეზღუდო ხო საცა ეკონომიას გააკეთე მე ფული უნდა დაუწესო რომ კიდე მოიფიქროს საქართველოს ბიუჯეტი ეხლა ჩვენ რამდენიმე პიროვნებას გავანალიზეთ და ნახეთ რომ საქართველოს ბიუჯეტი ამ ფულითაც კი 5-6 მეტი საქმის გაკეთება შეიძლება რომ 1 ლარი საქართველოს ბიუჯეტში შესული აკეთებს 15 მაქსიმუმ 20 წუთის საქმეს რომ დღეს საქართველოს ბიუჯეტი ნორმალური ხელისუფლების პირობებში 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს 3-4 ჯერ საქართველოს ბიუჯეტი და თავისუფალი იქნება მეწარმეც თავისუფლება მოიტანს ფულს აი ამ შეზღუდვა აძლიერებს კორუფციას იმიტომ რომ მე რომ ვარ მეწარმე ვყიდულობ კეთილგანწყობას ხელისუფლებისგან სიფულს ვიხდი ეს ფული ხო უნდა ამოვიღო მე მახსოვს ადრე იყო ასეთი ანეკდოტი რომ რესტორნიდან გამოვიდნენ ხელმძღვანელებიო და რესტორნის იმამ თქვა ვიღაცა ერთმა უთხრა მეორე საცხდავ რესტორნის დირექტორი საცხდავ მაგი კი არ არისო ვინც მე აწიჩევა რესტორანში ის არის იმიტომ რომ რესტორნის ხელმძღვანელი არაფერს არ წააგებსო იმიტომ რომ სხვებისგან უნდა მოიგოსო რეალურად არის ასეთი მდგომარეობა რომ აი ამ მეწარმეებს დაასხნენ თავზე არჩევნები შენ უნდა მოიგო ის შენ უნდა მოიგო ეს შენ უნდა მოიგო ეს შენ უნდა მოიგო ეს ტენდერებს და მე მოგცემ ტენდერს დეპუტატს ეუბნებიან შენ დახარჯე ფული გახდი დეპუტატი და მე აგაშენებინებ 2 საათს და ციხიდან გამოყვანის თემები ხო ვიცით ხო ეგრე ერთი ადამიანის რამდენი ხ წარმოიდგინეთ როგორი თემა ხო შენი ახლობელი ზის და მოდიან და გეუბნებიან რომ აი მივეხმაროთ რატომ ჭირდება და ასაშინელება ესე იგი ბესი ბატონო ეხლა მე 1-2-3 კაცი რომ მოვძებნოთ და უთხრათ შედი მაგალითად ნუ ვთქვათ მარკეტინგში შედი აი ნებისმიერი ეს არაჯიშვილის უბნებანი რო არის ეგეთ აი მეტროსკენ და იმ უბნებში შედი და უთხარი აი ხალხში გადი და კითხე აი ეს სახლი რო შენდება ვინ აშენებს ყველა 90% პასუხს გაცემს რომ ის დეპუტატი და მაგრამ შეხედეთ თავარი რა არის აქ მშენებლობა $300-400 მეტი კვადრატული მეტრი არ იჯდება ყიდიან როგორ $1500-დან ზემოთ ხედავთ რა ფულია მამაში და შესაბამისად ვიცით ეს რატო გახსნეს ეს ეხლა ეს არის ის ეხლა ბიძინა ივანიშვილმა ეს არიციან მაშინოდეს იღებენ ისეთ კანონებს შესაბამისად რომ იქ უცხოელები მოიზიდონ აბა რატო ეხა კანონი მიიღე რომ უცხოელს არ შეეძლო სიყიდვა აქ როგორც სხვაგან არის როგორ და შეივსება და გამოიფიტება ეს ყველაფერი აი აგერ გუშინო ხდებოდი ერთ პიროვნებას სხვა შორის სასწაულით მოვისმინე გუშინო გერმანიაში წავიდა აქედან კაცი ხონიდან წავიდა გერმანიაში და გერმანიაში აი ის უარი რა ანუ აი ვთქვათ ცოტა როგორც ჩვენთან ხოშია ასე ძახიან ამას რომ ვთქვათ ფსიქოლოგიურად მოშლილი ანუ გარკვეულწილად ავადმყოფები არიან ხო ესენი რომ ეხლა ძველ პერიოდში სხვა ის ქიოდა მაგრამ ნუ მაგრამ მე ერთი პიროვნება მოვიდა გერმანელიო და ქართველი ამბობს არის ხარაგაუში მომიყვა და ქართველი ამბობს რომ მოკლედ მოვიყვანესო არ ჭამს ასვამსო და მე უთხარიო რომ მე და მორიგე ვიყავი და მითხესო 2 დღე კიდე გაზდებს და მეტი ვერაო და იქნებ როგორმე შევდო თუ დავსვი ეს კაცი შევედი და ვეუბნებიო იმ კარებს ხედავო იმ კარების უკან გერმანელზეა მაგრამ გერმანიაში ხდება სტალინია იმ კარების უკან თუ ამას არ დაიწყებო თუ ამიჭამას არ დაიწყებს სტალინის შემოდა მე მკითხო მე ნურაპერსო და იმ წუთშივე დაეთაკა საჯმელს იმ წუთშივე დაიწყო ლაპარაკიო ეხლა და მე რატო ამბობ ფსიქოლოგი დღეს ამ სიტუაციას მდგომარეობა არის ურთულესი. აი ადამიანებს, რომელსაც 200-300 ლარს იღებს, ის არის კმაყოფილი და აქებს ამ ხელისუფლებას. ის, ვინც 200-300 ლარს რომ იღებს, ის რომ იყოს და ეუბნებოდეს ამ ხელისუფლებას, მე ეს ვღიე ვარ, მათხოვარი ვარ თქვენი, კეთილინებეთ, გააკეთეთ საქმე, თორე ჩვენი პროტესტი იქნება ძლიერი,
და ამჟამად ეს განწყობა ხوار არის ამ ქვეყანაში არა რეალურად არის რა განწყობა იმისი რომ ადამიანი რომელსაც 20 ლარი დაეზარდა პენსია და ეუბნები რომ 1600 ლარი ზოგიერთმა ააშენოთ ღმერთმა 4000 უნდა გაძლოდა ხელფასი მე ხო გამეზარდა 20 ლარი და ნუ წარმოიდგინე ნუ ეს არის მონური ფსიქოლოგია საქართველოში როგორ მეგონა რომ ნუ აი ქრისტიანული განსაკუთრებით ქრისტიანული ადამიანისთვის როდესაც შენ ვიღაც შენ ნებას აძლევ ვიღაცა და შენ სინდის ვიღაცას აძლევს ეს არის ანტიქრისტიანული ეს ანტიქრისტია რომელზე ახლა რომ მეურვედ მოსulis თემები ეს არის ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და რო ვიძახით აი ჩვენ გადავჭეთ პირდაპირ ჩვენი ცნობიერება არის ანტიქრისტიანული რომ ვიღაცამ გვაჭამოს ვიღაცამ მოგვიგვაროს ვიღაცამ აფხაზეთი არაფერი საზოგადოება არ აკეთებს გავართ ესე გაშეშებული მარტო გვაჭამო თავისი დაბრუნდება აფხაზეთი თავის არ დაბრუნდება ეს სისულელია კაცო აგე რეალურად უნდა დავინახოთ როგორ იცვლება ხო დემოგრაფიული სიტუაცია შემოდიან აქ ეს ხალხი და ხვალ 2-3 წელიწადში ჩვენ როგორც აგე ინგლისის და საფრანგეთის ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ და ისიც უნდა გამოსაზღვროთ რომ ეს მართული პარტია და ბატონი ბიზნესად ვეღარ შეცვლის ვერც ოპოზიცია გააკეთებს იგივე გასაღებ ჩააბრდა ერთადერთი იმაში ხო მეთანხმებით რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტ შეუძლია ერთადერთი არის იმ ადამიანებს რომელსაც დაალაგებული აქვს რეფორმები ზუსტად იცია რა უნდა გააკეთონ რა და ის ერთი ადამიანი 100 მართულ და ოპოზიციური პარტიების ეკუვალენტი ჩვენ პარტიული აზროვნე ხალხ ძალიან ცოტაა საქართველოს რა და ეხლა 200-300 პარტია სულ გადაადუღო ერთ ხელისუფლებას დააკომპლექტება არა ხო ამიტომ მიმართულება უნდა იყოს სამეცნიერო აზროვნება და ბატონი ბიზნეს და ვინა ოპოზიციას შეუძლია ერთადერთი გამოსავალი არის სამეცნიერო ესეთი ჯგუფები მულტიდისციპლინარული ჯგუფები რომელიც ქვეყანას გამოიყვანს რა კი ბატონო დანარჩენი არა მარტო ეს მომავალი თაობასო მეცნიერული აზროვნება უნდა იცოდეს მეცნიერული გაგება საკითხების მოგვარება პრობლემა შეგიძლიათ მითხრათ რომელიმე ქვეყანა რომელიც მეცნიერების გარეშე წავიდა წინ ერთ რომელიმე შეგიძლიათ მითხრათ ხო და ერთი კიდე უნდა ვთქვა ეს ქურდული აზროვნებაც არაფერს ის არ არის ხო ანუ თუ არის მეცნიერული აზროვნება მეცნიერული კონკრეტული თემის მოგვარება შეუძლია ხო ქურდული აზროვნება ვიღაცა მიგვარებს ესეც ანტიქრისტული ეს არ არის სწორი აზროვნება. გასაგებია, მაგრამ ვიდრე სამი პრობლემა არის აქ თქვენთან, რომელსაც დღეს აჩქარად ჩანს. პირველი, ვიდრე ქურდის ინსტიტუტი ძლიერია მანამ, სანამ სასამართლოში წლების განმავლობაში ვერ იხილება საკითხები და სამართლობა, სამართლო. იქ ამ შემთხვევაში ქურდის ინსტიტუტი არის ძლიერი. დღეს ეხლა ვინმეს გონია ქურდის ინსტიტუტი არ არის, რას ლაპარაკობთ. დღეს ძალიან ბევრი პიროვნება მე მაგი კი არა და ესე იგი რომანულმა მეუბნება რომ მილიონები წამართვა სახელმწიფო იარაღს ამოვიღებო ესე იგი არ მოგიდია რა კაცი მიიყვანეს ამ იმასთან ამ მდგომარეობასთან და ამბობს კიდე იმას რომ მეო სხვაგან დავიწყებო სამართლის ზებნასო უკვე ხედავ როცა ვერ მიაღწია ეს ერთი რომელიც ძალიან მძიმეა მეორე თუ საზოგადოება არ არის დარწმუნებული იმაში რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლება ეს საზოგადოება მიდის ძალადობას. ამიტომ შენი იმის ბრალი კი არ არის რომ ქუჩაში გამოდიან. შენი ბრალია, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაარწმუნე, აი მარტივი რამე შევთავაზე ჩვენ რომ დღეს არჩევნები რომ ტარდება, მეორე დღეს საარჩევნო უბანში, იგივე საარჩევნო უბანში შემოხაზული იყოს ყველა ადამიანი, ვინც მოვიდა არჩევნებს. ხო არაფერი არ არის რა. თორეს ვეუბნები, მე ამას ვაკეთებდი იმერეთში, 12 ქალაქი და რაიონი ხომ იყო? 10 ქალაქსა და რაიონში იმარჯვებდა ოპოზიცია. რატომ მოხდა ჩემი კონფლიქტი ჟვანია სააკაშვილთან? იმის გამო რომ ვითხოვდი ამ კანონის მიღებას. არ მიიღეს. მე გამოვდიოდი და ვამოვდი, ვეუბნებოდი იმას რომ მეორე დღეს მე თვითონ მოვალ და გავაკეთებ ამ იმას შეშინდნენ ეს არჩევნო. ყველგან წარმოგიდგენთ თელ საქართველოში იმარჯვებენ. თელ საქართველოში იმარჯვებდა მოქალაქეთა კავშირი, იმერეთში იმარჯვებდა ორ ქალაქსა და რაიონში. რატომ და როდესაც თქვა გარკვეულწილად არის დარწმუნება იმაში, როდესაც არიან დარწმუნებული, რომ თქვა შეიძლება არჩევნების ისა მოგება და ხელისუფლების შეცვლა, საერთოდ ნორმალურ ხელისუფლებას თუ კორუმპირებული არ არის, უნდა აწყობდეს გარკვეული პერიოდი წავიდეს. უცხოეთში ძალიან ბევრი მიდის შეგნებულად, როცა რესურსი არ აქვს. მიდის და ემზადება. აქ ესე იგი მოდიან, ესენი და 30-40 წელი უნდა ვიყო მე. და ერთი კიდე მნიშვნელოვანი რომელიც თქვა აი საკითხი არის ერთი რომ თუ ესე იგი როცა დაბალი ხელფასებია მაშინ
ხალხი ცდილობს რომ იაფიანი პროდუქტი იყიდოს. იაფიანი პროდუქტი უფრო ძვირი უჯდება. როგორც იაფი მასწავლებელი ჯდება ძვირი, კუნალობა და ისევე იაფი ის ჯდება იაფი პროდუქტი ჯდება ძვირი. ყველა გარედან შემოსული პროდუქტი არის იაფი. ჩვენ ვეუბნებით რომ რაც საქართველოში ბევრი გვაქვს, ეს ხო არის მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება რომ რაც საქართველოში ბევრი გვაქვს, ის თუ ვინმე შემოაქვს გარედან გადასახადი იყოს დიდი, დასაკეთებს ტრამპი, მეც არაფერს იგივე საკეთებს, ხო ამას ითხოვს მეცნიერთა კონგრესი აქ 20 წელი. ყველა ნორმალური ქვეყანა იგივე. ნორმალური ქვეყანა ასე ვეუბნებით რომ რაც ბევრი გვაქვს ქვეყანაში. თუმცა მე ვერ შევა პარტიაში და პარტია დაიშალა. გასაგებია რომ დაიღება პარტია მთავარი თუ რატო და დამხილეს დიდი კაცები პარტია ეს და კიდე ერთხელ და ერთი აი პრობლემა ხო დავდე იაფი პროდუქტი არის საქართველოს ესე იგი საქართველოს დაავადყოფების მთავარი პრინციპი. და ერთი კიდე რომ თუ მეწარმე არ არის დაფუძნებული იმაში რომ მას მეწარმეობა შეუძლია იმის გარეშე რომ არ იყიდოს ესე იგი ხელისუფლებისგან კეთილი განწყობა თუ მეწარმე არ იქნება იძულებული რომ თავისი ოჯახის წევრი შეიყვანოს საგრებულოში თქვენ რომ ნახოთ საგრებულების ანალიზი იმ რაიონის მდიდრების ოჯახის წევრები და იმ რაიონის მდიდრების ახლობლები არიან საგრებულოში წევრები აი როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა ყველაზე დიდი ბომბი ბიძინა ივანიშვილისთვის და ხალხის პროტესტის ყველაზე მთავარი იქნება ეს არჩეული საგრებულოები ეს არჩეული მერები და გამგებლობა მე სადაც მივდივარ ამ ხალხს რომ უყურებ მე მეშინია და მე ვამბობ იმას ამად ესენი როდის გაძღებიან ესენი ამად რისი გაკეთება შეუძლიათ აბსოლუტურად აზრზე არ არიან არაფრის აზრზე ალბათ ოპტიმალზე დავასრულე დრო რაღაც დონეზე აი გამოიწურა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მე მგონი კიდე გავაგრძელებ რა თქმა უნდა თავია რომ ვაჩვენოთ რომ ისტორიულ პროცესებში 2-3 წელიწადში ქვეყანა იწყობა თუ სხვა ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული კერძოდ ქვეყნის სახელმწიფო მშენებლობაზე ეს აქციები გინდა ოპოზიციის აქცია და მართველი პარტიის მიმართულება სახელმწიფო მშენებლობაზე არის ხო აქციები სოციალური პროტესტიც იყო ხელისუფლების შეცვლაზე და არა სახელმწიფოს კონკრეტული საკითხების შეცვლაზე ეს მეცნიერთა კონგრესი აქვს და რა ეს მიუხედავად იმისა რომ დრო როგორიც არ უნდა იყოს მაინც როგორც ფსიქოლოგს და ძალიან მოაზროვნე კაცს და მიხარია რომ ესეთი ადამიანები არიან მაინც მინდა გითხრათ ერთი რამ ჩვენ ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში ვიწერია საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამას ჩვენ ვთხოვდით ყველა ოპოზიციას, გახსოვთ არა ერთად რომ გავედით და უთხარით, ან წაგვაკითხეთ ჩვენ, ან თვითონ თუ არაფერი ეს პუნქტი მაშინ დავიჯერებ, რომ თქვენ რო გამოდიხართ რუსეთი რო იძახით და ასე შემდეგ, ამ პუნქტს რო წაიკითხოთ. ეს არ წაიკითხეს. ხელისუფლებას ეს პუნქტი არ აწყობს. ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ჩინეთთან და ჩინეთთან ხელშეკრულებაში წერია რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩინეთი არ აღიარებს კონტრასტი ამერიკასთან მოდიხარ მეტნაკლებად. ხო და მოდიხარ კონფლიქტში და ამერიკელებს ადანაშაულებენ აქ. მაშინ როდესაც ამერიკა თვითონ რომ ჩინეთია მისი პირველი ნომერი მტერი და შენ მასთან აფორმებ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელისუფლებას ისე რომ არც ეკითხები შენ სტრატეგიულ მეგობარს და მე გამოდიხარ და ილანძღები და ბოლოს ორი რამ არის რომელიც თქვა აი როგორც ფსიქოლოგმა მინდა გითხრათ თქვენ წარმოგიდგენიათ ერთ-ერთი როგორც მეუბნებია მე არ მინდა დავიჯერო მაგრამ ესე იგი ესპანეთშია ერთი რუსულენოვანი ესე იგი მოკლედ სატელევიზიოზე უფრო მეტია ესეთი პლატფორმა შექმნეს რომელსაც ამბობენ რომ ბატონი კალაძე აფინანსებს, მუდმივად კალაძე მოყავთ მაშინ მაგალითად, ესე იგი ლანძღავენ ამ ესპანეთიდან, ლანძღავენ ამერიკას, ევროპას და აი ახლა ბოლოს მოიყვანეს ერთი მაგალითი რომ აი რუსებმა ძალიან იმით რომ აი რუსულმა ესე იგი ამ გუნდმა რა რომ აი ნახეთო რა ძლიერები არიანო რა უთხრესო ამოიდეთო უკანალში რას ეწერა პირდაპირ რუსულად ამოიდეთო უკანალში თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებითო კალაძე ეუბნება ამერიკას და ევროპას თქვენ ეს პოლიტიკური ენა გონია ეგ საერთოდ დიპლომატიური ურთიერთობის პრობლემა ენასის ენის პრობლემა აშკარაა ეს მინდოდა გამეგო რა იცი როცა ეს
რაღაც ესე აგრესიულად მიმართა, ეს არ არის სამუშაო. აი ამაში ეს არის ვიღაცისთვის კი ბატონო ეს არის რუსეთი ვიღაცას უნდა ასიამოვნო რომ თანაც ამას ლაპარაკობენ უცხოელები მაგრამ რუსული პლატფორმა თუმცა შენ უნდა ითანამშრომლო და მეტანაკლებად შესთავაზო იცი რა რომ რაღაცა პროტესტი აუცილებლად უნდა გამოხო მაგრამ გამოსავალიც უნდა უთხრა ხო მარტო იცი რა რომ ისახარ და გამოსავალი რა არის და თავარი თემა რა არის იცი მართველი ოპოზიცია და ოპოზიცია არ თანხმდებიან გამოსავალს რომ თქვა განათლების სფერო როგორ განავითარო ჯანდაცვა საერთაშორისო ურთიერთობები როგორ დავალაგოთ მოდი ვიკამათოთ კამათში მეცნიერება რა არის მე ამას ვიძახი შენ ამას ანუ სანამ ეს სამეცნიერო აზროვნება არ შემოვა და ჩვენ იგივე ბოლშევიკურը შენ უნდა მოგსპორო მე კარგად ვიყო როგორც კომუნისტებმა გააკეთეს ხო საწყის ეტაპზე აი ეს აზროვნება არის განვითარება არ იქნება ხო და ერთი ბოლო აი პრემიერ-მინისტრი ხო ამ დღეებში მე გამოვიდი და მიმართა და ვთქვი რა მე ვერც კი ვიფიქრებ რომ მე არ მინდა ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია რომ საქართველოს რომელიმე ხელისუფალი ლაპარაკობდეს ასეთი ენით ამერიკასთან ნახეთ რა თქვა პრემიერ-მინისტრმა კეთილი ინებოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დეპარტამენტმა და დაგვარწმუნოს რომ ისინი არ იმართებიან deep state-ის მიერ და ემსახურებიან ამერიკელი ხალხის ინტერესებს თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ რომ ასეთი აი ეს ხო არის აი როგორ გინდა რომ იმ სახელმწიფო ხვალზე აი შემდგომ შენთან არა მაგაზე არა სტილი არის შიზოიდური სტილი რომ იცი მე თან ამობს კავშირი მე ვარ ძალიან მაგარი და შენ თანაბრად ხო კი უნდა გესაუბროს მაგრამ დავით აღმაშენებელი თბილისი არა იყო თავდაბლურად იმაშებოდა ნენელა ხანხალს იყდი და რო ეთქვა ხო რა იცი რა მე დავით აღმაშენებელი ეს აი ხო გამიგეთ რეზონანსი არასწორი ხედვა არ არის დიპლომატიური აი როდესაც ხონის იმაში შევდიოდი და მეცოდებოდა ეს ხალხი მეუბნებოდა ბევრი რომ მე სტალინი ვარ მე დავით აღმაშენებელი და მე ვინგე არა უნდა დაგელაპარაკებ და ვინ ელაპარაკებ ესენი ეხვეწებიან დაგელაპარაკე რაღაც გითხარი თუ რა უნდა გითხრა ერთი გადაწყვეტილება რომელზეც დასაუბრები ვართ მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ძალიან მალე დავიწყოთ ხელმოწერები იმაზე რომ ესე იგი დავწეროთ რომ საქართველოში სახელმწიფო ფული ხელფასის სახით 10 ჯერ მეტი არ უნდა კონდეს არავის ვიდრე არის პენსია და ვიდრე არის ხელფასი. ეხლა სახელმწიფო ხელისუფლება შემდგომში ვინცოა შეუძლია ჩაწეროს რომ პარლამენტის ხელფასს გაზდის იმის მიხედვით რამდენად საშუალო ხელფასი იზრდება და პენსია. ეგ ეხლა პოლიტიკური თემა. რა შეიძლება დღევანდელ დღეს რა ვიცი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან კარგი საუბარი შედგა ამიტომა კარგი ყველაფერი იქნება კარგად ამიტომ თავარი ეს ორი აზრი არა ის პროგრამები მეცნიერთა პროგრესის პროგრამები ისეთია რომ ყველაფერი იქნება კარგი თავარი რა არის ის მეცნიერები რომელსაც ეს პროგრამებია ცოტა მეტი პოლიტიკურ აქტიობაში უნდა გაზრდილი პოლიტიკური მეცნიერები უნდა როგორც კი შეიკრიბება ის პარლამენტი რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ რაღაც ამას გარკვეული პრობლემები აქვს ეხლა მაგრამ როგორც კი შეიკრიბება ხალხი დაინახავს ძალიან აქტიურ ხალხს და თქვენ ხართ ერთ-ერთი წევრი აი ამისი და როცა ასეთი ადამიანები მანამდე იქნება თხოვნა რომ აგრესია არ გავუშვათ ოპოზიციის მიმართ მართლ პარტიის წარმომადგენლებს და ოპოზიციის მართლ ეს აგრესია დააგროვდება და მომავალ ხელისუფლებას და აგრესია ეწევს ახალ აგრესიას მემკვიდრეობით გადადის ამას ეძახის უზნაძე რომ მემკვიდრეობით გადავა მომავალ თავზე ჩვენ ხო გვინდა რომ მომავალი თქვა თავრობა ყოლდეს ამ განწყობების გარეშე სუთხ და რაც დანარჩენი ყველამ თავისი პიროვნული განვითარებაზე უნდა იზრუნოს ფეხსაცმელი თუ გიჭერს და ვიღაცას ეხვეწები უნდა შენ თვითონ მეტნაკლებად რამდენი ჩიგილია მოვაგვაროთ რა რა ვფიქრობ კარგად იქნება დიდი მადლობა ბესიკ ბოგველი ფსიქოლოგი ძალიან საინტერესო პიროვნება და რა მე ვფიქრობ ბევრს გავაკეთებ ჩვენ მადლობა